მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. დღეს ჩვენ მიმოვიხილავთ ქვეყანაში და ქვეყნის ფარგლებს მიმდინარე სიტუაციას. პირველ რიგში არის კარგი ის, რომ როგორც იქნა შეჩერდა საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში, დაიდო სამშვიდობო შეთანხმება, შეწყდა საომარი მოქმედებები და ეს არის მართლაც ჩვენთვის უპირველეს, იმიტომ რომ საქართველოსაც სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა ამ ომის შედეგად, იმიტომ რომ კარგად მოგეხსენებათ, იყო ძალიან დიდი პრობლემა ის, რომ როდესაც იბომბებოდა ირანი იქ და იქ იყო ბირთვული შეერაღების კომპონენტები და რადიაციის გარკვეული საფრთხე ემუქრებოდა ჩვენს ქვეყანას, ასევე დევნილთა ნაკადები. აქ ზოგიერთი ხარობდა, რომ აი მე რა კარგია ეს ბომბები რო ცვივა, თვითმფრინავები რო ბომბავენ და იმას კი არ ფიქრობდნენ, რომ აქ პირდაპირ კავშირშია ჩვენ ქვეყანასთან ეს საომარი მოქმედებები და ვერავინ ვერ შეაჩერებდა 100 მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობას აქ თუ გადმოინაცვლებდნენ. ასევე არის აღსანიშნავი ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ამ დღეებში, დიდი ცვლილებებია ხელისუფლებაში, განთავისუფლდნენ მინისტრები, ეკონომიკის მინისტრი გადადგა, დაპატიმრებული იქნა მინისტრის მოადგილე და ასევე გარკვეული ცვლილებები არის შემდგომში უკვე ნარკოპოლიტიკასთან მიმართებით გამკაცდა პოლიტიკა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს არის ცოტა დაგვიანებული თავის დროზე, აი ლიბერალიზაცია მოიტანა ის, რომ ჩვენ თაობები დავკარგეთ და როდესაც მაშინ ვითხოვდით, რომ არ შეიძლება ამ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია და რაღაცნაირად ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმა, მაშინ არავინ არ გვიგდებდა ყურს. ეხლა კი, როდესაც აი შედეგები დავინახეთ, უკვე სხვაგვარად დაიწყო ხელისუფლება მოქმედებები და კიდევ კარგი რომ სხვაგვარად დაიწყო და მივესალმებით ამას, ეს არის სწორი, ჯობს გვიან ვიდრე არასდროსო და იმედია რომ მანდამაიც აი კისერი რომ მოვიტეხო და მერე გადავდგათ ნაბიჯი, ესეთი პოლიტიკა არ გვექნება, იმიტომ რომ ჯობია თავიდანვე შეცდომები არ დავუშვათ, რომ მერე შეცდომების გამოსწორებაზე ვიზრუნოთ, იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილად ისედაც ბევრი პრობლემები გვაქვს ყველა მიმართულებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ჩვენ სტუმრებთან ერთად და ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი იქნება ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელი ქალბატონი ნანა კაკაბაძე, რომელთანაც დავიწყებთ საუბარს, შემდეგ სხვა სტუმარი შემოგვიერთდება უკვე სტუდიაში. მოგესალმებით ქალბატონო ნანა. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და მსმენელს. ქალბატონო ნანა, თქვენ ყველამ ვიცით, რომ გარკვეული ახლო კავშირები გაქვთ ასე თუ ისე მაინც ხელისუფლებასთან, იმიტომ რომ ბევრი თქვენი მეგობარია ამ მთავრობაში, პარლამენტში და თქვენ შეიძლება გქონდეთ უფრო რაღაც გარკვეული ინფორმაციები, ჩვენ სამწუხაროდ ასე ვკონტაქტობთ საზოგადოებასთან, ანუ ჩვენთან ხელისუფლების წარმომადგენლები არ კადრულობდნენ მოსვლას და რატომ არ ვიცი, იმიტომ რომ არ ვიცი მარტო ტელეკომპანია იმეჯში და რაღაც 1-2 ტელევიზიაში დადიან და ჩვენ საზოგადოებას ჩვენი მეშვეობით არ ელაპარაკებიან ამ დროს, როცა ყველაზე მაღალი რეიტინგი გვაქვს ჩვენ ტელევიზიას და იძულებული ვართ აი ესეთი შემოვლითი გზით ველაპარაკოთ ხალხს. აი თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, აი თუ აი მაინც კულუარულად რომ რა ხდება, ანუ რა ეს გადაადგილებები რომ მოხდა ახლა მანამდეც ფაქტობრივად ისეთი ცვლილებები მოხდა, რომლებზეც აი მართლა არავინ არ ელოდა ახლა რომ აი ეს ძალოვანი მინისტრები, პირადად ბიძინა ივანიშვილის ერთგული ხალხი რომ წავიდა, ეს არის გომელაური, ლილუაშვილი, არ ვიცი მე კიდე უამრავი ადამიანი წავიდა ხელისუფლებიდან, ახლა კი აგერ დავითაშვილიც გადადგა და ახალი ეკონომიკის მინისტრი ყავს ქვეყანას ქრივიშვილის სახით. რა ინფორმაცია გაქვთ? აი რას უკავშირდება აი ფაქტობრივად მთლიანად ცვლილება ამ ხელისუფლებაში? ფაქტობრივად ყველაფერი შეიცვალა, ყველა მინისტრი შეიცვალა. ეს რასთან არის კავშირში? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ თქვით რომ რაღაც გარკვეული სიახლოვე მაქვს ხელისუფლებასთან, უბრალოდ ნაცნობობა და კავშირები ნამდვილად მაქვს ხელისუფლებასთან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ძალიან გახსნილია საზოგადოებასთან ურთიერთობით და მათ შორის ჩემთან ურთიერთობითაც. საკმაოდ ჩაკეტილი ხელისუფლებაა და ისინი მმართველობას საკმაოდ ჩაკეტილი ფორმით ახორციელებენ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი მათი მხრიდან და რაც შეიძლება უფრო მეტი გახსნილობა, საზოგადოებას უფრო მეტად უსმენდეს, უნდა ხელისუფლება და უფრო მეტად ასრულებდეს იმ
დაკვეთას რაც ხალხს უნდა და თუ არ გექნება კონტაქტი ხალხთან და თუნდაც ისეთ ადამიანებთან ვისაც თუნდაც ხალხთან აქვს კონტაქტი საიდან უნდა იცოდე ის რაც ხდება საზოგადოებაში აქედან გამომდინარე ბუნებრივია რომ უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ გროვდება იმასთან დაკავშირებით რომ ხელისუფლება ცილდება ხალხს და არანაირად არ ხდება ის რომ რაღაც ნაბიჯი გადაიდგას საზოგადოებისკენ ეს რაც შეეხება ხელისუფლების და საზოგადოების დამოუკიდებლობას ეხლა რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას ამ საკადრო პოლიტიკაზე ძალიან მოკლედ შეიძლება იმის თქმა რომ ის ცვლილებები რომელიც განხორციელდა მე დაპატიმრებას არ გულისხმობ რომა თუ ვიღაც რომეო თუ რაღაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს არ გულისხმობ მე ყველა დანარჩენ გადაადგილებებს და გათავისუფლებებს გულისხმობ აშკარა გახდა რომ ყველა ქალს დია გასაგებია ქალბატონ ნანა ეს ყველაფერი მართლაც ცოტა არ იყოს უცნაურია ის რომ საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა არის და ნუ ამაზე დისტანცირებულები არიან კი დია გააგზავნე ჩემი ჩამოშორდა ბიძინაიო ის ყველა ის კადრი რომელზედაც შეიძლებოდა თქმულიყო რომ აი ამის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას ფაქტიურად ყველა ესეთი ფიგურა ჩამოშორებულია დღეს ხელისუფლებებიდან რაც იმას ნიშნავს რომ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება რომ სრული ძალაუფლება ჰქონდეს ირაკლი ყობახიძეს ანუ მთავრობას ხო და ფაქტიურად დღეს დანიშნებით რაც მიმდინარეობს ახალი საკადრო პოლიტიკაც ბუნებრივია კავშირში იქნება ამასთან ხო დღევანდელ ხელისუფლებასთან მთავრობასთან ირაკლისთან მის გუნდთან და აქედან გამომდინარე სრული პასუხისგებლობა მიმდინარე პროცესებზე არის ახლა უკვე ხელისუფლების ხელისუფლებაზე და არა ვთქვათ ბიძინა ივანიშვილზე თუმცა ძალიან ძნელია დაჯერება იმისა საზოგადოებისთვის რომ ბიძინა ივანიშვილი გავიდა პოლიტიკური არენიდან და ის არ ერთვება პროცესებში მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება რომ დაწყებული სუსის ხელმძღვანელიდან რომელიც უმთავრესი ინსტიტუტია ხო დღეს კი არა ყველა ქვეყანაში ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ესე იგი სამინისტრო აქედანაც კი ყველა მისი ესე იგი ახლო ფიგურები არიან ჩამოშორებული მართლობას და ჩვენ მივიღეთ სურათი რაც გითხარით რომ მთელი ძალაუფლება უკვე გადაცემულია ირაკლი ყობახიძის ხელში ნახოთ ირაკლი რამდენად გაართმევს თავს ვერ ვიტყვი რომ ირაკლი არ არის უნარიანი ადამიანი არის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ბევრი ისეთ პროცესებს გაუძლო და ისეთი შეტევები გადაიტანა ქვეყნის გარედან ირაკლიმ რომ დიდი იმედი მაქვს რომ აი ამ თქვათ გამოწვევასაც რომ სრული პასუხისგებლობა დღევანდელ პროცესებზე არის ირაკლიზი ამასაც გაუძლებს და გაართმევს თავს მაგრამ ნუ მოცემულობა გვაქვს ესეთი რომ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება რომ თვითონ იყოს ხელისუფლების მმართველობის მიღმა გარეთ და არ იყოს ჩარეული ის თუნდაც თავისი კადრებით თავისი ადამიანებით ვისთანაც მას ჰქონდა კომუნიკაცია კავშირი და ვიზედაც შეიძლება ითქვას რომ აი ეს იყო ბიძინა ივანიშვილის კადრი ესეთი დღეს ხელისუფლებაში აღარ არის ანუ რომ სალაპარაკო არ მისცემოდა ვიღაცებს რომ კლავაც ბიძინა ივანიშვილი მართავს ქვეყანას თავისი ministrების მეშვეობით ამიტომ მოხდა ამ კადრების განთავისუფლება თქვენი აზრით ანუ მოცილება მაგიტომაც და იმიტომაც რომ ფაქტიურად ძალაუფლება გადაწყვიტა რომ მთლიანი ძალაუფლება გადაცემული ყოფილიყო პრემიერ-მინისტრზე და გადაეცა მთავრობას მთელი ეს ძალაუფლება გასაგებია და ასევე პასუხისგებლობა მარტო ძალაუფლება კი არა ეს ერთმანეთთან არის განუყოფელი პასუხისგებლობა და ძალაუფლება გასაგებია ჩვენ ნახეთ ასევე რომ გარკვეული ცვლილებები არის
იმ მიმართულებითაც რომ ასეთი მაღალი დონის ესე იგი მოხელი არ დაუჭერიათ ჯერ საუბარია ეკონომიკის მინისტრის მოადგილეზე რომელიც იქნა დაპატიმრებული და ბევრი საუბრობს რომ ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი რომ შეიძლება ამას მოყვეს კიდევ ჯაჭვური რეაქცია. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? ნუ ფაქტი ის არის რომ ვინაიდან თავისი გუნდის ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობის პირს ხელი მოკიდა ქართულმა ოცნებამ და წააბრძანა ის იქ სადაც ის უნდა ყოფილიყო ბევრად ადრე ალბათ განთავსებული რადგან ეს ნაბიჯი გადადგა მე ვფიქრობ რომ მართლაც რეალურად ბიძინა ივანიშვილი არის ეს ხელისუფლება მიიღეს გადაწყვეტილება რომ კორუფციის წინააღმდეგ მართლაც გამოცხადდეს ბრძოლა და მე მახსენდება ბოლო ყრილობაზე ბატონი ბიძინას სიტყვა სადაც იმან თქვა რომ თავბრუდამხვევია ამ ხელა ძალაუფლება ამდენი წელი ხელისუფლებაში ყოფნა და არ არის გამორიცხული რომ აქ უკვე კორუფციული საფრთხეები არსებობდეს და საჭირო არის დროული რეაგირება რომ ეს არ გახდეს ქვეყნის პრობლემად მაგრამ ნუ ახლა როდესაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს აპატიმრებენ და აღმოუჩენენ ისეთ დიდ ძალქონებას რომელიც მას ჰქონდა აღმოჩენილი რა თქმა უნდა ეს უკვე საფრთხეა ქვეყნისთვის რომ აქ კორუფცია რომ არ იყოს თქვათ ესეთი საშინელი ფაქტია ესეთი კორუფციის ესეთი დიდი ფაქტი სერიოზული ფაქტი ვერ იქნებოდა გამოვლენილი გამოვლინდა და მინდა გითხრათ რომ ცინიკური დამოკიდებულებაც კი შენიშნა საზოგადოებამ ამ ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ოჯახსაც მაგალითად მისი მეუღლის ინტერვიუები ისეთი ცინიზმით არის გაჟღენთილი იმის მაგივრად რომ იქ რაღაცა იგრძნოს პასუხისგებლობა იმ ხალხის წინაშე ვისი ფულებითაც ის როლექსებს თუ რაღაც იმას რა ქვია კარწიეს ჩანთებს ყიდულობდა ამის მაგივრად ის იცინოდა და იძახოდა რომ კარგით რა დეკლარაციაში უნდა შევიტანო ყველა მეორეს უკეთიაო როლექსი საათიო და კარწიეო და ნეტა სად მოძრაობს ეს ქალბატონი რომელ საზოგადოებაში ნახა 100,000-ობით ღირებულების საათები და ჩანთები ვის ხელში ნახა ძალიან საინტერესოა სად მოძრაობს რა ხალხში მოძრაობს და ვინ არიან ისინი ვისაც ხედავს რომ ყველა მეორეს ასეთი ძვირადღი ღმერთს მაქნას რომ მართლაც ასე იყოს მაგრამ სამწუხაროდ იმ ფონზე რომ დღეს ქვეყანაში უზარმაზარი არმია ჩვენი მოქალაქეებისა შიმშილის ზღვარზეა ან შიმშილობს ამ პერიოდში ასეთი განცხადებების კეთება თანამდებობის პირის მხრიდან თანამდებობის პირის მეუღლის მხრიდან ეს არის საშინელი ცინიზმი ქართული ხალხისა და რა თქმა უნდა ეს ასევე ძალიან სერიოზული შესასწავლია და პასუხგასაცემია აი ესეთი დამოკიდებულება თანამდებობის პირის ოჯახის აი ესეთი დამოკიდებულება ქართული ხალხისადმი იმ ხალხისადმი რომლის გასაგებია ეს სავსებით და არაკანონიერად იყენებენ. აი ქალბატონო ნანა, ეხა თქვენთვის პირადად, ეხა მე სიმართლე რო გითხრათ, აი მე ვთვლი რომ აი ეს TV პირველი საერთოდ დასახური არის, იმიტომ რომ ესენი ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებს ასრულებენ, მაგრამ ეხა რასაც გვანახებენ ეგრეთ წოდებული კარტინკა, რასაც ქვია და რომ აი ფირი მიდის და რო უყურებ, ეხა მაგაზე კომენტარი უნდა გააკეთო. ეხა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გასაგებია, მაგრამ ეხა ჩემთვის პირადად ეხლა აი გან კულტურის მინისტრთან დაკავშირებითაც აი ამ მიმართულებით ისმის კითხვები რომ არ ვიცი ეხლა ის თუ კარტიეს ესე ატარებს ამან 17,000 ლარად ერთი რა ჩანთები იყიდა ასეთი მაინტერესებს ერთი 17,000 ლარიანი ჩანთები და მე ვანო მერაბიშვილთან ერთად წლებია იმ სისხლიანი 9 წლის დროს ერთად გარკვეულ საქმიანობას ეწეოდა რაღაც ორგანიზაციით მე რა ვიცი 100,000-ობით დოლარს რაღაცა ტელეფონით კონსულტაციაში ესეც რაღაცა კითხვებს ბადებს თან
მე რა ესე იძახის რა რა ვიცი ხა მე თქვენს პოლიტიკაში ხართ და ჩვენც აგერ მუშაობ და რა ვიცი მე 100,000 კი არა რა ვიცი ჩვენ ვერ ვიშოვეთ ეხლა რა ვიცი ამხელა შემოსავლები არსად არ არის და რა აღმოაჩნდა ამნაირი ამ ხალხს ასეთი რომ ასე ვანოსთანაც ფულს აკეთებდა ახლაც რაღაცა ბოდიში და აგერ თურმე საკმაოდ სერიოზული და თან და ვიცი მეო ტვინი მაქვსო რა ძალიან ისეთი სხვანაირი და რა ტვინი აქვს ასეთი ამ ხალხს ამის და იქნება უფრო მაღალ თანამდებობაზეც გაუშვათ ეს ხალი იმიტომ რომ ასეთი ტვინი თუ აქვს რომ ტელეფონით 100,000 დოლარს იღებს ეს ხალი უნდა დაგვენიშნა უფრო მაღალ პოზიციაზე და რა ხდება იქნება აი არ ვიცი აი მე რა არის იცით კომისია მიდის ვასამართლებს ნაცმოძრაობის და მის გადმონაშთებს და ამ დროს აგერ ვანო მერაბიშვილის დაქალი ყავს კულტურის მინისტრად აი ეს რაღაცა ცოტა არ იყოს კითხებს ბადებს კითხებს ბადებს არა მარტო კითხებს ბადებს არამედ ამ ქალის მიმართ ამ ქალბატონის მიმართ არამედ იმის მიმართ ვინც გაუწია ლობირება ამ ადამიანს ყოფილიყო ამ თანამდებობაზე მას ხო ყავდა რეკომენდატორი და როგორ ახლა სუსმა და ჩვენმა სპეცსამსახურებმა არ იცოდნენ ეს ქალბატონი ვინ იყო რა იყო საიდან მოდიოდა და რა გატაცებები ქონდა რომ 17 და 20,000-იანი ჩანთებზე რო ქონია გართულება ადამიანს და ქალი კულტურის მინისტრად დანიშნეს წარადგინეს დანიშნეს კულტურის მინისტრად რომელიც ქართულად ვერ მეტყველებდა პირველი ინტერვიუ თუ პირველი გამოჩენა საზოგადოებასთან იყო რომ რაღაცა უცხოს სიტყვათა ლექსიკონი გადმოგვიფინა რომ თითქოს მან კარგად იცოდა უცხო ენა და ამის დემონსტრირებას ახდენდა და შემდგომ უკვე სიტყვებით აღარ შემოიფარგლა და უცხო ენის ენაში რაღაცა ტერმინების ცოდნით არ შემოიფარგლა და მერე უკვე გვეუბნება რომ თურმე ჩანთების ძვირფასი ჩანთების კოლექციონერია და ნუ აი ესეთი გამრუდებული ადამიანების საკადრო პოლიტიკისა ნამდვილად არ მესმის და ნამდვილად მაინტერესებს საიდან მოვიდა ეს ადამიანი ვინ იყო რეკომენდატორი ვინ წარადგინა ეს ამ თანამდებობაზე და შეიძლება ადამიანს ასე არ იცოდე მისი ბიოგრაფია არ იცოდე რომ როდესაც ხელისუფლება აცხადებს რომ არავინ არც ერთი ნაციონალური მოძრაობის ისინიო წევრებიო არ უნდა იყვნენო თანამდებობებზეო და ამ დროს გატენილია ესე იგი თანამდებობები გატენილი არის სწორედ ნაციონალური მოძრაობის ვითომ ყოფილი და რეალურად კიდე ეხლაც ნაციონალებთან ყოფი ადამიანები. აი ეს ინფორმაცია როგორ შეიძლება არ ცოდნოდა? ან რატო გეცდება განცხადებები რომ ნაციონალები ვერ გაეკარებიან თანამდებობებსა და ამ დროს ახლა თუ ვინმე თქვა რომ არა მე არა ვარ ნაციონალი დამნიშნეთ მინისტრად და არა ვარ ნაციონალი. ამას რო იტყვის, ამიტომ არ იქნება ნაციონალი. ამაზე მეტი ანალიზი არ უნდა კვეთდებოდეს ქვეყანაში, რომ რას წარმოადგენს ეს ადამიანი და როგორი რატო ინიშნება ის ამ თანამდებობაზე. აი მე ქალბატონო გამაოგნებელია ეს პოლიტიკა და მე ვფიქრობ, რომ დიახ საზოგადოება, ქართული საზოგადოება იმსახურებს იმას, როდესაც ასეთი შეცდომა ხდება და ასეთი ადამიანები აღმოჩნდებიან თანამდებობებზე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ ვინ იდგა ამ ადამიანების უკან და ვინ იყო რეკომენდატორი ხელისუფლების მხრიდან იმიტომ რომ ეს ასეთი მარტივი თემა არ არის კაცმა არ იცის ის ადამიანი კიდე რა კადრების ლობისტია და რა კადრების ის არის რა ქვია შემომყვანია თუ ჩამნერგავი არის ქართულ ოცნებაში და ხელისუფლებაში ამიტომ ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი საკადრო პოლიტიკის საკითხი და ამავდროულად ის საკითხი თუ ვინ არის ამ ხალხის რეკომენდატორები? არა, მე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბიძნაევანიშვილის ის ნაბიჯი რომ ის განეშორა ამ საკადრო პოლიტიკას და თქვა რომ მე არ ვერევი ამ კადრებში და ჩემი კადრები აღარ არიან ხელისუფლებაში, კიდევ უფრო აქტუალურს ხდის იმას, რომ მაშინ ვინ არის ისინი, ვინც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ და აგერ თუ გინდათ შინაგან საქმეთა თუ ვისი მინისტრი არის ვანო მერაბიშვილის რო დაინიშნა დანიშნული ბატონო გელაძეზე ლაპარაკობთ ეხლა რო დაინიშნა არა გელაძეზე არ ლაპარაკობ გელაძეს მიმართ სხვადასხვა არანაირი ინფორმაცია არ მაქვს რომ ის ნაციონალების არის
მანამდე ვინც იყო რანო მერაბიშვილის პირდაპირ მარჯვენა ხელი რო ინიშნება თანამდებობებზე და ნაციონალების მარჯვენა ხელი რო ინიშნება თუ რეგიონებში და თუ ცენტრში ეს საიდან მოდის რა ხდება იქნება ახაც არის ამის უკანაც არის კორუფცია და მე არ ვფიქრობ რომ ეს ისე ხდება რა მოწმენდილ ცაზე ვიღაცას უჩნდება სურვილი რომ მთელი საზოგადოება ვის წინააღმდეგაც არის და ვის გამოც ქართული ოცნება არის დღეს ხელისუფლებაში იმიტომ რომ ოპოზიციაში არის ნაციონალური მოძრაობა და ქართველი ხალხი იმის შიშით ნაციონალური მოძრაობა არ მოbrunდეს ისე უკვე მე რამდენჯერ ხმას აძლევს ქართულ ოცნებას ვინ არის ქართულ ოცნებაში ისეთი და ან ისეთები რომლებიც ნაციონალური მოძრაობის გუშინდელ თუ დღევანდელ წარმომადგენლებს ნიშნავენ თანამდებობებზე. არა, მე რა იცით, გაკვირვებული ვარ, იცით რითი რომ ესე იგი ჩვენ ის ხალხი, ვინც იმ სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოდით, ვინც გავემიჯნეთ იმ სისტემას, ჩვენ ყოფილვართ სულელები, ეგრე გამოდის. ეხლა მე პირადად მუშაობდი გენერალურ პროკურატურაში, პროკურორი ვიყავი და დავწერე განცხადება, წამოვედი 2006 წელს წლის რევოლუციამდე, როდესაც შევარდნაძის ხელისუფლებას ამხობდა სააკაშვილი, სწორედ მაგ პერიოდში გავემიჯნე და მაგ პერიოდში ვცდილობდი დასავლეთისთვისაც და ქვეყნის შიგნითაც გამეგებინებინა ხალხისთვის რა თუ რა ძალა მოდიოდა და თუ ვინ მოდიოდა ხელისუფლებაში და ამას ნამდვილად არ ვნანობ და არც არასოდეს არ ვინანებ. არა, უყურეთ რა ხდება, მე დავამთავრე ქაოდო. ანუ მე ავდექი რომ დავინახე ეს სისტემა იყო ძალმომრეობითი, რომ იყო ესე იგი მხოლოდ ესე იგი მიმართული ადამიანების უკანონოდ პასუხისგებაში მიცემაზე. ეხლა როდესაც ერთხელ პროტესტს გამოთქვა, ორჯერ პროტესტს გამოთქვა, მე ბოლოში გეტყვიან რომ თუ არ გინდა წადიოდა. ავდექი დავწერე განცხადება და დასაწყისში 2006 წლის წამოვედი განცხადე. მე ვიცი ასევე იყო ადამიანები რომლებიც გაემიჯნენ იმ სისტემას. ეხლა გამოდიან და ლაპარაკობენ რომ თურმე ეს ხალხი ყოფილა მსხვერპლის სისტემის, ვინც ბოლომდე 2012 წლამდე ამ სააკაშვილთან იყო და ჩვენ ყოფილვართ სულელები, ესე იგი ეგრე გამოდის, რომ ჩვენი ოჯახები გავწირეთ საშიმშილოდ, გავწირეთ თავი, მარტო ის კი არ არის, რომ წამოვედი მეც ეხლა როგორც თქვენი ბძოდით, ეხლა შეიძლება ზოგი მეტი, ზოგი ნაკლებად, მეც უპირისპირდებოდი იმ სააკაშვილის, ჩემი გამოსვლებით, ჩემი აქტივობებით და მე არაფერს არ ვითხოვ, არც არაფერი განაწყენების პოზიციიდან არ ვლაპარაკობ, მაგრამ უბრალოდ გულსატკენია ის, რომ უამრავი ადამიანი, ვინც ებრძოდა რეჟიმს, ვინც ესე იგი ამ სისტემის წინააღმდეგი იყო, დღეს არის ჩარეცხილი, სულში ჩაფურთხებულები და გადაყრილები და გადმოყრილები. და მე ვიძახით, კადრები არ არისო. კადრები არის, მაგრამ თვალების გახელაა საჭირო. ეხლა შენ თუ შენი ნათესავების და შენი ახლობლების გარდა ვერავის ვერ დაინახავ, კადრებს ვერ დაინახავ და აი მართლაც საოცარია ეს ვანო მერაბიშვილთან, ნაცებთან დაკავშირებული ხალხი რატო უნდა ინიშნებოდეს თანამდებობებზე. ეხლა განათლების მინისტრი ზურაბიშვილის ხელის ბიჭი იყო, მის მაგივრად აწერდა ელექტრონულად ხელს. კულტურის მინისტრი არის ვანო, ესე იგი ვანო მერაბიშვილთან ერთად კომპანია ქონდა და ფულებს აკეთებდა. ეხლა კიდე არის ვიღაცეები და მე ამას რო ვლაპარაკობ, მე გამოვდივარ მტერი, ხვალ რომ მოხსნიან ამათ ჩაქოლავს მთელი ქართული ოცნების ფანკლუბი. ეს ხუბუა, როდესაც დაინიშნა, მე მახსოვს, აი კაციშვილს 1-2-ის გარდა ხმა არ მოუღია იმაში რომ დაინიშნა რექტორად ბიძინა ივანიშვილის უნივერსიტეტში. ხუბუა, რომელმაც ესე იგი ხალხი ჩაკეტა უნივერსიტეტის იმებში, ოთახებში, პროფესორად ეს კაცი დაინიშნა ბიძინა ივანიშვილის უნივერსიტეტის რექტორად და კაციშვილს ხმა არ მოუღია არც პროფესორს, არც ინტელიგენციის წარმომადგენლებს და ეხლა ამ კულტურის მინისტრზე მთელი საქართველო არის კმილებ ალესილი. ყველა ერთ კაცს ვერ ნახავთ, ვინც კი ამ კულტურის მინისტრზე ერთ დადებით სიტყვით. მაგრამ ნუ გაჩუმებული არიან, ახლა მე რო ვთქვა, ვიღაცას ეწყინება და ეს უფრო დიდი დანაშაულია. შენ რო ხედავ, შედავლოცილო რომ ქვეყანა შეიძლება დაანგრიოს ამან და იმიტომაც არის ეს ბოდიალობენ რუსთაველზე, ეს თეატრის, კინოს არ უნდა მიდიოდეს კულტურის მინისტრი და არ უნდა ელაპარაკებოდეს იმ ხალხს, ვინც გზაბნეული დგას იქ რუსთაველზე. ეხლა შევარდნაძე, კაცო, სტადიონზე არეულობა რომ მოხდა, ეხლა მე კარგად იცით, რომ შევარდნაძის მიმართ ნამდვილად არ მაქვს დადებითი განწყობილებები, მაგრამ ჩავიდა კაცი სიცოცხლე გაწირა. ზარია ვოსტოკასთან თამაში რო იყო, შეიძლება იქვე მოეკლათ იმ თამაშზე. კაცმა ადგა, ჩავიდა დაბლა. იყო 2003 წელი, კიდე ეს ვარდების რევოლუცია, ადგა, ჩავიდა იქა და დაელაპარაკა იმ სააკაშვილის მომხრეებს, რომ გაჩერდითო რა გიდა და რაღაც
რაღაც შედალო ცვილო იმაზე რა ქვია ამ 14,000 ლარიან ჩანთებს რო ყიდულობ ადექი და შეხვდი ამ კულტურის მუშაკებს იქ რო ბოდიალობენ ამ მიტინგებზე დაელაპარაკე იმ ხალხს ვერ გავიგე ამისი ბოდიში და აპდეიტებისა და ინგლისური სლენგების მოსმენა უნდა ვიკბარო ჩვენ მარტო თუ რა ხდება ეს არ არის გამაღიზიანებელი ხალი პაკაზუღობს აი პროვინციალიზმი რომ თვითონ ინგლისური იცის და რაღაცა და მე ტვინიანი ვარო ტვინიკოსი ვარო და იმ კატით დადის კიდე იმაში რა ქვია სამსახურში მე არ ვიცი ხა კატით დადის ვერ გავიგე ძაღლების საშენია თუ რა ხდება რა უბედურება რა მე კიდე ბოდიში ცოტა საეჭო რეპუტაციის ქალბატონებიც რო რაღაცა პოზიციებზეა ბოლო დავით აღმაშენებლის ძეგლი აიღე და იმ ქალბატონების ძეგლი დადგეკით რა აქვს ამ მომნუცხველობა ასეთი რომ ამ ქალებს იხსნება მთავრობაში შეიცვალათ 13 წლის მანძილზე 1000 მინისტრი და ის საეჭო რეპუტაციის ქალები კლავაჩებიან თანამდებობებზე რა აქვს ამნაირი ასეთი რომ ვერ მოვიცილეთ ეს ხალხი კიდე რა უბედურებაა რა და ამაზე თურმე რო ლაპარაკობ შენ გამოდიხარ წერი და ხვალ რომ ამათ დაიჭერენ და ხვალ რომ ამათ მოხსნიან მე მთელი ეს ქართული ოცნების ფან-კლუბი გადაულის და გადმოულის რა და მე ეხა კაი დროსია ის ხუბუას მე დაუწყეს გინება რომ მოხსნეს იმეს რა ქვია კვირიკაშვილს რომ მოხსნეს მე დაუწყეს გინება იმ რა ქვია გახარიას მე დაუწყეს გინება და ეს არ არის ეხა ამბიძინა ივანიშვილმაც რა ქნას კაცო ვერ გავიგე რა ის ხო არ არის ფანტომასი საიდან იცოდეს კაცს ნიშნავს ენდობა მისა რა ქვია ძალაუფლება და ესენი კიდე ღალატობენ ამას რა ჩვენ ნახეთ რომ კადრებმა დაღუპა გამსახურდია კადრებმა დაღუპა შევარდნაძე კადრებმა დაღუპა უფრო ადრე კიდე სხვა პირველი პირები ჩვენი ქვეყნისა და ეს კადრებია რომ ღუპავენ მარტო ბიძინა ივანიშვილს კარ ქვეყანას ღუპავენ ესენი არ ვიცი რა სასწაულია გეთანხმებით ძალიან ბევრ რაღაცაში და თან რაღაცა გამაოგნებელია ის რომ უცბად ჩართავ ტელევიზორს გამოდის ადამიანი მოძღვრავს არც იცი ვინ არის ეს ადამიანი მე მგონი მე კი არა მისმა მეზობლებმაც კი არ იციან ვინ არია და პანაშვიძე არავის უდანხავს და ქორწილში და სუფრაზე ეს ხალხი რაღაცა ესეთი ადამიანები უცბად გებულობ რომ არიან ხელისუფლებაში საიდან მოდის ეს ხალხი ვინ რა გამოცდილებით მოახვედრა ხელისუფლებას ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ვიცოდეთ ვინ დგას ამ საკადრო პოლიტიკის უკან ვისი ვინ არიან რეკომენდატორები ასეთი ადამიანების იმიტომ რომ შეიძლება მართლაც არაჩვეულებრივია და მართლაც გადასავალია მაგრამ ადამიანი ამდენი წლის განმავლობაში 9 წლიანი რეჟიმი გავიარეთ აგერ 12-13 წელია ქართული ოცნების მმართველობა გავიარეთ და თვალით რო არ გინახავს არსად რო არ მოგიკრია ყურიც კი ამის გვარსა და სახელზე და კიდევ ვიმეორებ მეზობლებმაც კი რო არ იციან ვინ არის ეს ხალხი ხელისუფლებაში რა კრიტერიუმებით ხვდებიან დღეს ქვეყანას რაც ჭირდება ჩვენი ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანების წამოწევა წინა პლანზე იმიტომ რომ ამდენი ღალატია ქვეყანაში როდესაც შენ იძახი იმას რომ გარედან ძალიან მარტივად ხდება აქ აგენტურის დაქირავება მათზე თანხების გადახდა და მოსყიდვა ამ ადამიანების შეიძლება ასეთი არაფრის მთქმელი სახელები და გვარები მოიყვანო ხელისუფლებაში რომელიც არაფერში არ არის გამოცდილი თავი დავანებოთ პროფესიონალიზმს ხო ეს კიდე ერთ-ერთი მთავარი საკითხია როგორ თანამდებობაზე რო ინიშნები პროფესიონალი თუ არა ხარ აბა რატო უნდა გიხადოს ხალხმა ფული მაგრამ მეორეა სანდოობა ჩვენი პრობლემა დღეს არის ის რომ ეს საშინელი აგენტურა ვერ მოვიშოროთ თავიდან იმიტომ რომ ისინი მარტივად იყიდებიან და მარტივად იყიდეს ხო და ეს ადამიანები რა გარანტიაა რომ ხვალ არ გაიყიდონ როცა კიდევ ვიმეორებ ამდენი წლის მანძილზე 25 წლის მანძილზე რო არაფერში გამოუჩენია თავი რო არსად არ ყოფილა და არაფერი გაუკეთებია თავის ქვეყნისთვის რატო უნდა მჯეროდეს რომ ეხლა 25 წლის მერე ის თავს დადებს ჩემი ქვეყნისთვის მაშინ როდესაც ასეთი გარა შეტევებია საქართველოზე აი ესეთი ზეწოლებია და ომი მიდის ვერ ხედავთ თითქმის მთელი მსოფლიო ცეცხლისალშია გახვეული და ევროსტრუქტურები იმისთვის იცლიან რომ საქართველოზე ილაპარაკონ მიტინგზე ვინ რას ლაპარაკობდა და ვინ რა თქვა და სად იყო რამდენი კაცი წარმოიდგინეთ ესე იგი რამხელა ინტერესია ჩვენ ქვეყანაში და ამ დროს საკადრო პოლიტიკაში ჩვენი ქვეყნის საკადრო პოლიტიკაში ეს საერთოდ არ იგრძნობა და ეს ძალიან ცუდია ამიტომ მოუწოდოთ ხელისუფლებას რომ შეარჩიეთ ადამიანები რომლებსაც აქვთ ავტორიტეტი ქართულ საზოგადოებაში რომელსაც ქართული საზოგადოება პატივს სცემს იცნობს
იცის იმ გამოცდილი ყავს ეს ადამიანები გარკვეულწილად საქმეში იციან ისი გამკეთებლები არიან ამ პროფესიონალური კუთხით ან ერთგულების კუთხით და ასეთნაირად უნდა მოხდეს შერჩევა და არა ისე რომ ვიღაცა აბსოლუტურად უცნობი რთავ ტელევიზორს და ხედავ რომ ის თურმე პარლამენტარია ან ის თურმე ხელისუფლების ძალიან მაღალ თანამდებობას იკავებს და წარმოდგენა ეს არ არის ამერიკის შეერთებული შტატები და არც რუსეთი და არც ისე ჩინეთი ამ ხელა ქვეყანა რომ ვინ არის არავინ არ იცოდეს ხო ვინ რას წარმოადგენს ყველა ერთმანეთს იცნობს ნახევარი საქართველოს მეორე ნახევარის ნათესავია და ამ დროს ესეთი ადამიანები რო ჩნდებიან ეკრანებზე რომელსაც არავინ არ იცნობს რა თქმა უნდა ეს კითხვის ნიშნებს იწევს რომ რის გამო რა ნიშნით მოხდა ამ ადამიანების შერჩევა და მე უკვე ფრუსტრაცია როდესაც ხდება ამ ხალხის მიმართ და ხდება ამ ხალხის გათავისუფლება მე იწყება ვიშვიში ხელისუფლების მხრიდანაც მე კი არ უნდა ვიშვიში ამას თავიდან უნდა სანამ დანიშნა ეგეთ ადამიანებს მანამდე უნდა გაიარო ეს კონსულტაციები და მანამდე უნდა იცოდე ვის ნიშნავ იმიტომ რომ ეს არის პასუხისგებლობა რომელსაც შენ ქართველი ხალხი ფულს გიხდის. ხო შენ სწორი პოლიტიკა აწარმოო და სწორი საქართველოს პოლიტიკა აწარმოო ასევე. გალბატონი ნანა ყველაზე დიდი უბედურება ისა თქვენ თქვით რომ არ იცისო და უბრალოდ ყველაზე დიდი უბედურება რა არის რომ ვიცით რომ რაც არიან ანუ შეკრულები იყვნენ ნაცებთან და იმათ რო ნიშნავენ აი ეს არის ცუდი თორე რო არ ვიცოდეთ კიდე ეგ ერთი უბედურება ხო ამაზე ხო ვილაპარაკეთ რომ სავსეა გაყენილი არის ხელისუფლება პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს მოდი ამ ნაციონალებზე გადავიდეთ ეხლა რაც ხდება ის სხვა თემას შევეხოთ ეს გასაგებია ეს ეხლა ვხედავთ რომ პანტა პუნქტით ხდება დაპატიმრება ამ ხაზარაძის, ვაშაძის, ოქრუაშვილის და ახლა სხვაებიც არიან რიგში. თქვენი აზრით რა პროცესებია ესეთი, რატომ მიდიან თავისი ფეხით ციხეში? ეს ხო ფაქტობრივად ხელისუფლების გადაწყვეტილება არის. ეს თვითონ გადაწყვიტეს ციხეში წასვლა, იმიტომ რომ მისულიყვნენ კომისიაზე, ეპასუხათ კითხვებისთვის პრობლემა არ იყო. ფაქტობრივად ეს არის თვითონ მის თავიანთი ნების გამოხატულება. აქ არის ორი რამ. ერთი რომ ეს არის რაღაცა ახალი გეგმის ნაწილი, რომლითაც უნდათ რომ ანახონ თელ სოფლიოს რომ აი ჩვენ გვიჭერენ საქართველოში დიქტატურა ყველას იჭერენ რომ აი აქ რაღაცა მღელვარება გამოიწვიონ ეგ ერთი და მეორე არის ის რომ ვერაფერი რო ვერ გააკეთეს ხელი რომ მოეცარათ ამ ხალხის წინაშე სათქმელი რომ არაფერი არ აქვს თვითონ თავისი ნებით მიდიან რომ აი რაღაცა მოახდინონ გარკვეული რეაბილიტაცია რომ აი ჩვენც აგერ აი შევეწირეთ ამ ყველაფერს და რა ვქნათ აბა აი ხო ხედავთ როგორ ესე იგი აგერ სამსხვერპლოზე გავიღეთ თავი იმიტომ რომ არ ვიცი აი თქვენ რით ახსნით აი ამ გადაწყვეტილებებს იმიტომ რომ რომისულიყვნენ დიახ რომისულიყვნენ არავინ არ დაიჭერდათ მაგათ ხო მე დიდი ხანია ხა პოლიტიკაში ასე აქტიურად არა ვარ, შეიძლება ითქვას კომუნისტების პერიოდიდან და მე პოსტკომუნისტურ პერიოდში განსაკუთრებით შევარდნაძის და მე მიშა სააკაშვილის დროს ვიყავი აქტიური და მე ნაკლებად ვარ აქტიური, მაგრამ იმდენად რამდენადაც მესმის და ვერ ვყოვი ეს თემა, მე ვფიქრობ, რომ ამაზე უფრო დიდი გადარჩენა დღეს ამ ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ლიდერების, რომ ესენი აღმოჩნდნენ ციხეებში, ამაზე დიდი გადარჩენა ესე მაშველი რგოლის გადაგდება ამაზე უფრო მეტიც წარმოუდგენელი იყო. იმიტომ რომ ეს ადამიანები ერთის მხრივ აცხადებდნენ, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებშიო და მართლაც უკან ძალიან რთული იქნებოდა მათთვის ეს დანაპირების უკან წაღება, არ ვაღიარებთ ხელისუფლებას და ამიტომ არ ვღებულობთ მონაწილეობასო და უცბად გარედან კარნახით ესენი რომ ჩაბმულიყვნენ პოლიტიკაში ეს იქნებოდა აბსოლუტურად განოლება მათი პოლიტიკაში და ამის ნაცვლად ხედავთ იმას, რომ ეს ხალხი დააპატიმრეს და მეტნაკლებად თუნდაც საკუთარი მომხრეების თვალში ისინი იქცნენ რაღაცა შეწირულებად, თავდადებულებად და ესეთ რაღაცაებად იქცნენ ეს ხალხი მაშინ, როდესაც შეიძლება ითქვას, რომ ვინ არიან მართლაც ნაძირალების მთელი ის არის, რა ქვია, კასკადი დღეს ვინც ციხეში მიდის და მევახშეების და საქართველოს გამყოლეფელების და რა ვიცი ხა ხაზარაძისთვის და ჯაფარიძისთვის რა შეიძლებოდა უკეთესი შეთავაზება
მე არ ვიცი დღეს პოლიტიკურ რეალობაში თუ არა პატიმრობა. აი უკეთესი ვის რა უნდა გააკეთებინა მისთვის არ ვიცი, იმიტომ რომ გადარჩა იმ სირცხვილს და იმ ჩაწიხვლას საკუთარი მომხრეების მხრიდან. მე არ ვიძახი ქართული ოცნების მომხრეების მხრიდან, რაც მათ აუცილებლად ელოდა სულ რამოდენიმე თვეში და აგერ 8 თვიანი სასჯელები აქვთ მიცემული 8 თვე სასტუმროს ტიპის ციხეებში როგორმე გაჩერდებიან და გამოვლენ ისევ პოლიტიკოსებად და უფრო მაღალი იმითი რა ქვია გონორით და ხმით რომ აი ჩვენ ციხეშიც კი წავედით ქვეყნისთვის. ქვეყნისთვის კი არა, თავისი საკუთარი ჯიბეებისთვის და თავისი საკუთარი ინტერესებისთვის ზიან ისინი ციხეებში. მთავარი არის ის რომ მეც შეცდომა თვლი იმას რომ რამდენად იყო როცა სხვა უამრავი საშუალება იყო სანქციის ჯარიმა გაფრთხილება და ასე შემდეგ და ბოლოს აეყვანათ პატიმრობაში პირდაპირ ამათი პატიმრობაში აყვანა პირდაპირ ამათ წისქვილზე წყალს და დასავლეთს აძლევს საშუალებას ილაპარაკონ რომ აი პოლიტიკოსებს იჭერენ თუმცა მეორე მხარე არის ის რომ პოლიტიკოსი ხარ შენ თუ რიგითი მოქალაქე კანონს რო არ ყვევ ბუნებრივია შენ ციხეში უნდა აღმოჩნდე აბა სად უნდა აღმოჩნდე როგორ პოლიტიკოსმა სახლი რო გაქურდოს ადამიანი მოკლას ვიღაცა დააყაჩაღოს იმიტომ რომ პოლიტიკოსია პასუხი არ უნდა აგოს ზუსტად ასეთივე კანონდარღვევაა ის რასაც ესენი ჩადიან კანონს არ ღვევენ და ვინც არ ღვევს კანონს ის რა თქმა უნდა ციხეში უნდა იყოს და უნდა ვიხდიდეს სასჯელს ეს ბუნებრივია აბსოლუტურად და არაფერი არ არის უცხო მაგრამ ამას ხო ასე იყენებენ ესენი და როდესაც პოლიტიკაში ხარ შენ არ უნდა მისცე მტერს შენი ქვეყნის მტერს იარაღი შენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოსაყენებლად აი ხა ჩვენ ნახეთ რომ ეხა აი მინდა ასევე სხვა თემაზე გადავიდე და ამით დავასრულო ჩვენთან საუბარი აი ეხა ეს ირანი ისრაელის დაპირისპირების დროს ნახეთ რომ ამ კონფლიქტში მოგვარების კუთხით კონფლიქტის მოგვარების კუთხით ჩაერთო ძალიან ბევრი ქვეყანა მათ შორის ის რუსეთი ჩაერთო ამერიკის შეერთებული შტატები რა თქმა უნდა ჩართული იყო თავიდანვე ჩაერთო ბელორუსიც კი აი ხა 6 საათიანი შეხვედრა ჰქონდა ბელორუსის პრეზიდენტ ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურ წარმომადგენელთან. ეხლა იქ მარტო იმ ტიხანოვსკას განთავისუფლებაზე არ ყოფილა საუბარი, აქ სხვა რამეზე იყო. აი უშუალოდ აი ამ კონფლიქტთან დაკავშირებით იყო. და რუსეთის პრეზიდენტთან ასევე კომუნიკაცია იყო ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან. ანუ რას ვლაპარაკობ ეხლა? ყველა ლაპარაკობს ერთმანეთში. აგერ ხა თურქეთში ჩავიდა პაშინიანი. თურქეთში ჩავიდა პაშინიანი, რომელიც ყარაბაღის ომის დროს პირდაპირ ხელსადებდა ერდოღანს, რომ თქვენი მოწყობილია ყველაფერი. ანუ მოსისხლე მტრები გუშინ რომ ესე იგი ერთმანეთს ეჯახებოდნენ ბრძოლის ველზე დღეს ლაპარაკობენ. აი ახლა ბრესტში გაიმართა კონფერენცია საერთაშორისო, სადაც იყვნენ მთელი მსოფლიოდან ექსპერტები, მათ შორის საქართველოდანაც იყო, ბატონი მამუკა-ფიფია იყო, სოლიდარობა მშვიდობისათვის ხელმძღვანელი და იქ გამოითქვა პოზიციები ამ რუსულ-ქართული ურთიერთობის აღდგენის მიმართულებით, თავისუფალი ტრიბუნა, რომელზეც თქვენც ესწრებოდით, აი პირველი შეხვედრა რო იყო, რომ ხელმოწერების შეგროვება 65,000 ხელმოწერა უკვე შეგროვილი, მე მინდა მიულოცო მთელ საქართველოს, რომ ამდენი ხელმოწერა უკვე შეგროვდა და აი თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა ამდენი ხალხი ხელს აწეს აგერ ხედავთ რომ ყველა ლაპარაკობს ამ ერთმანეთში ხო არ დადგა დრო რომ ჩვენმა ხელისუფლებამაც ამ ბოდიში და გაჯიქების პოზიციიდან რომ ჯერ დაგვიბრუნონ და მე ველაპარაკოთ გადავდგათ ნაბიჯი ეხლა მე არ ვიცი ადამიანს რამეს რო გართმევენ მაგალითად სახლი რო წაგართვან, მანქანა რო წაგართვან, ხო არ დაიწყებ რომ ჯერ დამიბრუნე და მერე დაგერ პირიქით უნდა მიხვიდე და უთხრა რომ მოდი დამიბრუნე რაღაცა, ხო? ხო და არ დადგა დრო რომ დავიწყოთ ამაზე საუბარი რომ მით უმეტეს აგერ მოსისხლე მტრები ელაპარაკებიან ერთმანეთს. საერთოდ პოლიტიკა ეს არის ხელოვნება, დიალოგის მოლაპარაკებების ხელოვნება. ეს არის პოლიტიკა და ბუნებრივია პოლიტიკოსის ვალია უპირველეს ყოვლისა ყველა მტკივნეული საკითხი თუ მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყდეს მოლაპარაკების რეჟიმში და არა ომის და სისხლის ზღვრის და ასე შემდეგ. ეს უნდა იყოს ყველაზე უკანასკნელი ნაბიჯი ხელისუფლების ყველანაირი ესე იგი მოლაპარაკების ფორმატი როცა ამოიწურება, მხოლოდ მაშინ შეიძლება იფიქრო, ისიც თუ ამისი ძალა გაქვს და შესაძლებლობა გაქვს და იცი რომ რაღაცა 50-50-ზე მაინც გაქვს საშუალება რომ შენი მოწინააღმდეგე დაამარცხო. ეს ერთი, მაგრამ
მეორე ფაქტორი არის ის, რომ რა თქმა უნდა ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს მოლაპარაკება და აუცილებლად უნდა დაიწყოს მოლაპარაკება ასევე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებითაც და უნდა ითქვას, რომ ჩვენ მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ, ოღონდ ყველა თემაზე. ეს უნდა ითქვას და რუსეთმაც უნდა გააკეთოს ამის განცხადება, რომ კი ბატონო, ყველა თემაზე ჩვენ მზად ვართ საქართველოსთან დავიწყოთ მოლაპარაკებები. საქართველო არ არის უმნიშვნელო ქვეყანა, არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ქვეყანა თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით და იმ წყალობით, რაც უფალმა უწყალობა ჩვენ ერს, აქედან გამომდინარე რუსეთისთვის არ არის უმნიშვნელო დღეს ჩვენთან გაბუტების რეჟიმში ყოფნა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისგანაც წამოვიდეს ისეთი სიგნალები, რომელზედაც საქართველოს ხელისუფლებას გაეხსნება ხელფეხი, რომ გადადგას ნაბიჯები. იმიტომ რომ თქვენ იცით ეს deep state-ია თუ ვინც არის აგენტურა, რომელიც აქ არის, მათ პირდაპირ შეუძლიათ აუფეთქონ შიგნით მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. თუმცა რუსეთმა არ მოიქცა გონივრულად და არ მისცა საშუალება. აი ჩვენ ამ თემაზე გუშინ წინაზეც ხონა საუბარი. გაბუტული რუსეთი კი არა ჩვენ ვართ. რუსეთმა თქვა რომ ჩვენ გავყვებით საქართველოს იქამდე სადამდეც ისინი გამოგყვებიან. ანუ დაველაპარაკებით იმ საკითხებზე, სადაც ისინი შემოგთავაზებენ. მეტი რაღაცა უნდა თქვას ამ რუსეთმა. გეუნება ლავროვი მე არ გამიგე, მე მხოლოდ მოსმენილი. არა, ნუ ეს განწე როგორ ჩვენ ახლა ეს ოფიციალურად გაცხადდა. გარდა ტერიტორიული მთლიანობისა. არა, ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე ესე ხაზგასმა არ კეთება იქ, როდესაც გთავაზობს, როდესაც გეუნება მე გამოგყვებით თქვენ იქამდე, სადამდეც თქვენ გამომყვებითო, ეგ ტერიტორიულ მთლიანობასაც მოიცავს. ეხლა აბა იქ ეხლა ჩაიზე და ყავაზე ხო არ ვლაპარაკობთ ჩვენ და იმაზე რა ქვია კომბოსტო შეტანაზე. კომბოსტო შეტანაზე ვლაპარაკობდით კარასინთან და ვიზებზე და ფრენაზე, ხო? ანუ გეუნება კაცი მოდი დავილაპარაკოთო. მოდი ვილაპარაკოთ პლატფორმებშიო და ეხლა ის ვერ გეტყვის წინასწარ შენ იმაზე და ამაზე. მიდი და იქ უკვე დიალოგის თემა ესე წინასწარ. ამ სიტუაციაში ეხლა მივიდეს იქ და მე იქ და მოხდეს ის რომ ამ თემაზე ლაპარაკი ვერ შედგეს და ესენი ყუდამოძუებულები წამოვიდნენ იქიდან. მოიცა თქვენ როგორ გონიათ ერთი ლაპარაკით გადაწყდება ეგ საკითხი. ამიტომ აუცილებელია რომ იქიდან იყოს მინიშნება იმასთან დაკავშირებით რომ არა მინიშნება იყო მე მაგას ყველა თემაზე ისაუბროს. ყველა თემაზე არ არის ეგ კაცი გეუნება, ლავროვი გეუნება რომ ჩვენ გავყვებით საქართველოს იქამდე, სადაც ისინი ეს მინიშნება არ არის და ეხლა თქვენ რო თქვით ყუდამო არ არის პირდაპირ ნაცნობი ეხლა მე კიდე თქვენ რო იძახით ყუდამოძუებული წამოვლენო. ეხლა ერთი შეხვედრით და ორი შეხვედრით ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ვერ გადაწყდება. ჯერ არის დობის საკითხი. პირველი ორი შეხვედრით რომ ესე წდებოდეს ამხელა საკითხები, ეგ არ ვიცი, დიპლომატიაში ეგეთი რამე არა, მაგას არ გულისხმობ. მე გულისხმობ იმას, რომ დიალოგის დაწყებამდე საჭირო არის მკაფიო მესიჯები საქართველოს მხრიდანაც და რუსეთის მხრიდანაც. ეს მკაფიო მესიჯები არ გაჟღერებულა. მკაფიო მესიჯი უნდა გაჟღერდეს, რომ შემდგომ საქართველოს ხელისუფლებას ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში, მოვლენების ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში კონდეს იმის თქმის საშუალება, რომ აი მე ვიყავი დარწმუნებული, რომ ამ თემაზე შეიძლებოდა საუბარი და ამიტომ ჩავერთე დიალოგში. და ეხლა მინიშნებები იმდენად არასერიოზულია ასეთი სიტუაციის დროს, რომ ვერ გაამტყუნებ ხელისუფლებას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რუსეთმაც უნდა გააკეთოს ეს და მე არ ვიცი თავს რატო ვიფასებ. არა, თავს რატო ვიფასებ? თავს რატო? მოიცა სხვა ალტერნატივა გვაქვს. ეხლა მე არ ვიცი, ჩემი აზრით დიპლომატიის ენაზე რომ გეუნება ქვეყანა რომ მე გამოყვები იქამდე, სადამდეც შენ გამომყვები ეს ნიშნავს ის რომ აქ არის ყველაფერზე ლაპარაკის თემა, ყველაფერზე. და ეხლა ჩვენ ვერ გავიგე, ისე ვიფასებ თავს, არ წახვალ და ნუ წახვალ იმ მოლაპარაკებაზე. ვერ გავიგე, აი რო არ მივდივართ, მაგითი ვიგებთ, გადის წლები, თაობები იზრდება, იცვლება ყველაფერი. ეხლა რუსეთისთვის ეს არის მომგებიანი, ჩვენ თუ არ წავალთ იქ დიალოგზე. ბოლო-ბოლო ადგენება და მიერთებს იმ ტერიტორიებზე, რას ვიზამთ მე რა? აი რა უნდა გავა იხტუნავე რამდენიც გინდა. შენ გაქვს, ეხლა შენ რო შვილი წაგართვას ვიღაცამ, შენ რო ქონება წაგართვას, კაცო
იმიტომ ხო მუხლის შოქებზე დადგები, მოდი შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე, მოდი დავილაპარაკოდო და რა ულტიმატუმებს ვაყენებთ, ერთი მე ვერ ხვდები, რამე ბირთვული შეერაღება ჩვენა გვაქვს, რამე მომგებიანი პოზიცია გვაქვს, რატო ვიჩენთ ასეთ ულტიმატუმებს ამ რუსეთის მიმართ? ჩადი რა შედალოთ უნდა დაელაპარაკე, იგა, აგერ პაშინიანი კაცი, რომელიც ბოდიში ტერიტორიები წაართვეს, გენოფონდი ამოუწყვიტეს სომხეთს, ჩადის იქა და იმას ეუნება ალიევწებოდი და ყავა დავლიოთ და ელაკუცება, რასაც გაღიზიანებას იწევს ასევე მის ქვეყანაში. იმიტომ რომ იცის იმ კაცმა რომ თუ არ დაელაპარაკება, ხვან მთლიანად სომხეთს დაკარგავს. და ასე არის ჩვენი მარტო და აფხაზეთის და ცხინვალის თემა არ არის რუსეთთან სალაპარაკო. აქ არის რომ შეიძლება ჩვენ სხვა რაღაცა დავკარგოთ კიდე. და ამიტომ მე ვერ ხვდები რა ესეთი პოზიცია რომ აი მინიშნება გაგვიკეთოს, ის გაგვიკეთოს, გეუნება კაცი გამოყვები იქამდე სადამდე შენ მე გამომყვები და ამაზე მეტი რა უნდა ითქვას ახლა 3+3 ფორმატში გვეპატიჟება ბრიქსის ფორმატში გვეპატიჟება ყველგან გვეპატიჟება და ახლა მეტი რა უნდა თქვას ახლა ვერ იტყვის ის ახლა ეს ამხელა მეგა სახელმწიფოა რომ მე იცი რა მოდი და დაგიბრუნე ესეთ რამე არ ხდება მე იცი რა თუ მოხვალ დაგიბრუნებ ესეთი რამე არ ხდება და ვერ გავიგე ჩვენ არა გვაქვს სხვა არჩევანი ხალბატონო ნანა ახლა მე პატივს აქცევ თქვენ ახლა ჩვენ ყველაფერი ერთ იმაში ვერ ვიქნებით ერთ აზზე მაგაში მე ვერ დაგეთახმები თქვენ რომ აი აქ გვაქვს ჩვენ სწორი პოზიცია რომ არ იტყვის რუსეთი და რა ვქნათ ესე ვიყოთ ჩვენც და ველოდოთ ეხლა და მერე ადგება ფრენები აღადგინეს ისინი რკინიგზის მიმოსვლა არის აღდგენილი ისედაც ხვალდაზე აი ბათუმით რომ ვამაყობთ აი სოხუმი და არავინ არც ერთი რუსი აღარ ჩამოვა იქა მთლიანად გააკეთებენ იმ სოხუმს ისე როგორც საჭიროა და აფხაზეთს და მერე დაგიქნები და მერე იყავი დამიბრუნო და დაგელაპარაკები და გავიდა აგერ უკვე რამდენი 30 წელი არ ვიცი აი მე ჩემთვის ეს გაუგება რა არის ფაშინიანის ქვეყანა არის დეპოში და ჩვენ არა ვარ დეპოში ჩვენ არა ვარ დეპოში არა ჩვენ არა ვარ დეპოში საქართველო არის ევროპის და შეიძლება ითქვას მთელი მსოფლიოს ცენტრი ყველანაირი ყველაზე სასარგებლო გზები სავაჭრო გზები და თქვენ იცით რომ ეხლა 21 საუკუნე სწორედ ის საუკუნეა და 21 საუკუნის პოლიტიკა და განსაკუთრებით მეორე ნახევრის ის პოლიტიკა რომელიც ეკონომიკაზე და ვაჭრობაზე გადის აქედან გამომდინარე ესე არ არის რომ ფაშინიანი ჩავიდა იმიტომ რომ მის ქვეყანას არ აქვს ის შესაძლებლობები რომ მას ელაპარაკებოდეს თურქეთი ისე როგორც ელაპარაკება და თუნდაც საქართველოს რომ მას ის არ არის ქვეყანა რომელსაც ჩინეთი ელაპარაკება ესე როგორც საქართველოს და თქვენ ნახეთ ჩვენი ხელისუფლების მიღება რა დონეზე იყო ჩინეთში ხო ეს იმაზე კი არ მეტყოლებს რომ იქ ვიღაცა კონკრეტულ პირს მაგალითად ღარიბაშვილს წეს პატივი ეს არის შენი საქართველოსადმი გამოჩენილი ყურადღება იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა ყურადღების ღირსი თავისი გეოსტრატეგიული მდებარეობა. მაგრამ ჩინეთი ვერ დაგვიბრუნებს ჩვენ ტერიტორიებს. რუსეთისთვისაც ცხადია და ყველასთვის ცხადია. ამიტომ მე ვთქვი რომ პოლიტიკა ეს არის ხელოვნება, სწორედ გასაგებია ქალბატონო არა, მაგრამ ჩინეთი დაგვიბრუნებს ჩვენ ნაცვლად. რუსეთს არ უჭირს ყავს არაჩვეულებრივი დიპლომატები და დაწყებული ლავროვიდან და თქვენ იცით რომ თვითონ ჩვენი მეხუთე პრეზიდენტი თუ რაღაც რაც იყო ეს ზურაბიშვილი ამბობდა რომ ნომერ პირველი დიპლომატი არის ლავროვი და მათ არ უნდა უჭირდეთ იმის გაგება თუ რატომ ვერ ხდება დღეს სახელმწიფოების მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა. ამიტომ თუ მათ რეალურად უნდათ ის რუსულად რო ვთქვათ ის ლგოტები და ის ხარდაჭერა საქართველოსგან რაც არის მოსალოდნელი და ურთიერთობების დათბობის შემთხვევაში მაშინ ეს დიპლომატიურად უნდა მოაგვაროს უპირველეს ყოვლისა რუსეთმა უნდა გადმოდგას ნაბიჯი და ამ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლება არ გადადგავს ნაბიჯს მას მთელი საქართველო აუჯანყდება ისე რომ ეს არის ორმხრივი პროცესი გასაგებია მაგრამ ამერიკა ჩვენ არასდროს არ მოგცემს მაგრამ არა უღირსი პოზიციით. ამერიკა ჩვენ არა უღირსი პოზიციით. ამერიკა და ღირსეული პოზიცია არის ის, როდესაც შენ გეუბნებიან, რომ ყველაფერზე ვისაუბროთ და შენ მიდიხარ ყველაფერზე სასაუბრად. ამერიკა მე არ ვიცახე რომ მაინდა-მაინც თქვას, რომ მე ვიცი რომ რუსეთისთვისაც საკმაოდ მძიმეა დღეს ის რომ აგერ ასეთი ურთიერთობები აქვს აფხაზებთან და ოსებთან და ასეთი განცხადება აკეთოს, მაგრამ აი ეს რასაც მე ვიძახი ეს უტკივნეულო განცხადება რომ ყველა საკითხზე ვისაუბროთ
ეს არ იქნება არავისთვის მიუღებელი და ესეთი განცხადება უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ ღირსეულად დავჯდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან. და ეს ხელმოწერებიც, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ ახლა და რომელზედაც თქვენ დაანონსეთ, იმ ტექსტში ეს არის ერთ-ერთი პუნქტი. და როგორ შეიძლება ჩვენ ხელმოწერები თუ არ ვაღიარებთ იმ პუნქტს, რაც იქ გვიწერია, მაშინ სხვა ვიღამ უნდა აღიაროს. იქ ჩვენ ერთ-ერთ პუნქტად გვიწერია სწორედ ის, რომ ტერიტორიებთან დაკავშირებითაც უნდა მოხდეს ეს მოლაპარაკებები. და იმ გავყოთ იმ ტექსტს, რომელსაც ხელი მოვაწერეთ. კი ბატონო, მაგრამ გეუბნება კიდე არ მინდა ხა ჩვენ ახლა ისევ გამოგვივა ერთ და იგივე ადგილის ტკეპნა, იმიტომ რომ მე ვამბობ, რომ გეუბნება ეს ქვეყანა, რომ იქამდე გამოყვებით ეს მაგას ნიშნავს. ახლა პირდაპირ იქამდე გამოყვებით არაფერს არ ნიშნავს, ჩემთვის საერთოდ რა ტერმინია იქამდე გამოყვები რას ნიშნავს? არა, დიპლომატიაში ახლა საერთოდ ახლა არა, გამოყოლა კი არ არის საჭირო, საჭირო არის, რომ ვინაიდან მის მხარეზეა დღეს ჩვენი ტერიტორიები. ქალბატონო ნანა მაინისა რომ მე ვამბობ იცით რა თქვენ რო იძახით ერთი წამით რომ ამერიკასგან არის ზეწოლა მე გეთახმებით ამერიკისგან სულ ყოველთვის იქნება ზეწოლა ამერიკას არ აწყობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იმიტომ რომ თუ ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგეთ ავტომატურად ეგ არის რომ რუსეთთან ურთიერთობები დაალაგდება. არასდროს ამერიკა შენ არ მოგცემს უფლებას რომ რუსეთთან ილაპარაკო. ყოველთვის იქნება ზეწოლა. ყოველთვის იქნება დაწოლა. შენ თუ შენი საქმე არ გააკეთე და შენ თუ ნაბიჯი არ გადადგი, ყოველთვის იქნები აი ესე მდგომარეობაში. მაგას მე ხომ არ გეწინააღმდეგები. არა, ხოდა ვერ გავიგე ჩვენ აი კი ბატონო, აი მომისმინეთ მე ვთქვათ გამოყევით ერთი წამი თქვენ გამოყევით იმაში რომ აი რუსეთი არ ამბობს იმას რომ კონკრეტულად მაგრამ ჩემი აზრით ამბობს იმას, რომ გამოყვებით და თან იყო იქ სხვა საუბრებიც იყო უფრო მანამდე, მაგრამ ჩვენ სხვა გზა გვაქვს რომ არ მივიდეთ? აი გეკითხებით, ეხლა სხვა გზა არ გვაქვს. არა, ჩადი დაელაპარაკე შენ გაგწა, ჩვენ აღვაქვს ჩასასვლელი. იმიტომ რომ დააპყრობითი ომები დღეს აგერ ვერ ხედავთ ისრაელმა და ირანმა ვერ შეძლო. დამთავრდა დააპყრობითი ომების ისტორია 22 საუკუნეში რა. ნუ გასაგებია, მაგრამ ეხლა ირანს უადარებს საქართველოს. პერსპექტივა არ აქვს. პატარა საქართველოს. დაგაპყრობინებს დღეს საქართველოს, იმიტომ რომ საქართველოზე ინტერესი კიდე გიმეორებთ. აქვს უზარმაზარ სახელმწიფოებს. გასაგებია. არავინ მოგცემ ჩვენ იმის საშუალებას შეხვიდე და დაიპყრო. ბოლოს ისე არ მოხდეს. დააპყრობაზე არ უნდა იოცნებო, უნდა იოცნებო ერთი დააპყრობაზე. ბოლოს ის ურთიერთობაზე იმ ხალხთან ვისთან ერთადაც 70 წელი შენ იცხოვე. გასაგებია, მაგრამ ბოლოს ისე არ მოხდეს. აფხაზეთი და ცხინვალი კი არა რუსებთან მივიდეთ და თბილისი მაინც შეგვანარჩუნებინეო, აი ამაზე არ მივიდეთ. ამას უფარი წვეთს. არა, იმიტომ რომ თქვენ კარგად იცით აჭარაზე და ყველაზე უპირატესად და მინდა გითხრათ რომ წმინდა მამები უბარებდნენ სხვადასხვა რუსეთის ხელისუფლებას რომ საქართველოსთან ომი იქნებოდა რუსეთისთვის დამანგრეველი. გასაგები. კარგად იქნება თუ ისინი არიან მართლმადიდებლები, მათ უნდა იცოდნენ რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, რომელსაც სხვანაირი მოპყრობა ჭირდება, თუნდაც იმიტომ რომ ეს არის უფლის დედის წილხვედრი ქვეყანა და რაღაცა სხვა დამოკიდებულება ჩვენ უნდა ვიგრძნოთ არა მარტო პოლიტიკური, არამედ რელიგიური ჩვენი ერთობაც. აი ღვთისმშობლის წილხვედრი თუაც რომ მართლაც რომ არ იყოს საქართველოს მართალი იმას უნდა გაეწიოს ანგარიში რომ ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ. გავიგეთ, ქალბატონო ნანა, მაგრამ ღვთისმშობლის წილხვედრა ქვეყანა. ეს არ უნდა მოექცე იმ ქვეყანას, როცა შენ ხარ ერთი და იგივე სარწმუნოების ქვეყანა. გავიგე, მაგრამ ღვთისმშობლის წილხვედრმა ქვეყანამ, რომლის ეხა რუსეთს შეიძლება ბევრი ჩვენს მიმართ დაუშვიათ შეცდომა, მაგრამ ვერავინ ვერ უარყოფს იმას, რომ რუსეთის დახმარებით დავიბრუნეთ აჭარა, გურია, ჯავახეთი ამ რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს. და ეხლა შენ როდესაც საბჭოთა კავშირში გეძახდნენ საბჭოთა კავშირი შვეიცარიას ყველაზე კარგად საქართველოს ცხოვრობდა, ადექი და დაიწყე იქ რომ ნატოს ძახილი. ეხლა მოდი ვთქვათ, რომ ეხლა ის გითხრათ რომ მაგას ვამართლებ ხოდა ეხლა რომ მოდით რა ღვთისმშობლის წილხვედრმა ქვეყანამ დაუშვა შეცდომა რუსებთან მიმართებით როდესაც აჭარაში შევიდა იქა სააკაშვილი უკვე იმ დროს გოგა ხაინდრავამ თქვა თვითონ ერთ-ერთ ინტერვიუში ეგ მინდა ერთი ბატონი გოგა თუ ჩაგვერთვება მაგ საკითხზე ძალიან კარგი იქნება ბატონი გოგა და სააკაშვილი და კიდევ რამდენიმე წევრი იყვნენ პუტინთან შეხვედრაზე იქ დოღი ჩატარდა რუსეთში და მიიწვიეს და ესეთი რაღაცა უთხრა პუტინმა სააკაშვილს აი ხო ხედავთო
ჩვენო აჭარაში პრობლემა არ შეგიქმენითო თქვენაო და თუ კიო თქვენო ასე გააგრძელებთო ასეთივე პრობლემები არ შეგექმნება ცხინვალის რეგიონშიო და ანუ პუტინისგან ისეთი გახარებული იყვნენ ესენი ჩამოვიდნენ მე-19-ზე იყო სააკაშვილი მაგაზე და ჩვენ კარგად გვახსოვს ანტიტერორისტული ცენტრი რომელიც უნდა შექმნილიყო და ეს იქნებოდა კარგი იმიტომ რომ ქართულ-რუსული შენაერთი დაიცავდა აჭარას თურქული ექსპანსიისგან ეს არ განხორციელდა პირობა მივეცით პუტინს გადავაგდეთ მერე პუტინმა თქვა ნას კინულიო და ამ კაცმა მარტო არ იყო თავის გადაწყვეტილებებში მიიღო სხვა გადაწყვეტილებები ამიტომ იცით რა ხდება ჩვენ როდესაც ამ რუსულ-ქართულ ურთიერთობებს ვეხებით ბოლოს ბევრი რამე ჩვენ თვითონ დავაშავეთ და ის რომ ამ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა რო ვართ არავინ არ უარყოფს რომ დავკარგეთ ეს ტერიტორიები ეს არის პირველ რიგში ჩვენი სულელური პოლიტიკის ბრალი და ამიტომ მოდი რა ხა ნუ ძალიან გაგვიგზავნა ქალბატონო ნანა მე პრობლემ აი ეს პოზიცია მაქვს დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენი პოზიციებისათვის თქვენი პათოსისათვის ეხლა ყველა ერთ საკითხში ვერ ვიქნებით ერთნაირად ვერ ვიაზროვნებთ მე თქვენ გეთანხმებით ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის გაერთიანებისათვის და ტერიტორიული თიანობის აღსადგენად დიდი მადლობას მოგახსენებთ და რა ვიცი შემდგომშიც გავაგრძელებთ უკვე ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარს დიდ მადლობას მოგახსენებთ კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ. ქალბატონი ნანა იყო კაკაბაძე ჩვენი სტუმარი ძალიან გაგვიგრძელდა არ ველოდით ამდენ გაგრძელებას, იმიტომ რომ ქალბატონი ყოველთვის ზნებარად გამოდის და ჩვენც მე გვითხრევს ამ საუბარში და ამიტომ მე მინდა შევეხო ამ თემებს რაც დაგროვდა და ჩვენი გადაცემის მეორე სტუმარი წარმოგიდგინოთ, რომელიც არის ასევე დიდი პოლიტიკოსი, გამოცდილი პოლიტიკოსი და ძალიან ბევრი რამ გაუკეთებია ჩვენი ქვეყნისათვის, ბატონი სოსო შატბერაშვილი, მემარცხენე ალიანსის ლიდერი, მოგესალმებით ბატონო სოსო და აი, როდესაც ჩვენ საუბრობდით დაუფასებლობაზე, აი, ერთ-ერთი ეს საკითხი არის ბატონი სოსო შატბერაშვილი. აი, ბატონი სოსო შატბერაშვილი, რატო არ უნდა იყოს ტელეიმედზე, რუსთავი 2-ზე რატო ჩვენ კაი ჯერ ეგერთი ჩვენ რუსეთუმეები არა ვართ ჩვენ ვართ საქართველოს პოზიციის გამხმოვანებლები მაგრამ კაი ჩვენ კი ბატონო აგერ არის ტრიბუნა და ჩვენ გავახმოვანებთ ამ პოზიციას აქიდან და კი ბატონო ჩვენ ჩავწიხლეთ დაგჩაგრეთ მაგრამ ბოლოს ვინ გამოვა დაჩაგრული მაგით დაიმახსოვრეთ თქვენ თავარი ტაბლო არის ბოლოს ვინ მოიგებს ის ნახეთ თქვენ ეხლა ხო ხართ ესე მომგებიან პოზიციაზე მაგრამ ბოლოს წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან და ვნახოთ ერთი ვინ გამოვა მოგებული მაგრამ ბატონი სოსოს რას ერჩით აი ბატონი სოსო რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟში მონაწილეობდა კაცი რომელიც თავის პარტიასთან თავის აქტივთან ერთად უამრავი კეთილი საქმის გამკეთებელია ეს იყო უფასო სწავლება სკოლებში ბაღებში უფასო სასადილოები უფასო სასწრაფო დახმარება და ამიტომაც იყო რომ მოიგეს მათ საკრებულოს არჩევნები აი ეს კაცი რატო უნდა იყოს გარიყული ყველაფერ იმიდან ვერ გავიგე მინდა მე ამ სამთავრობო მედიას მივმართო რამე აბონემენტს არიგებ თქვენ რომ რაღაცა VIP კლუბის წევრი უნდა იყო რომ მანდ მოხვდე თუ რა ხდება აი მინდა მივმართო რა მათ რა ვერ გავიგე ჩვენ რაღაცა ადრე იყო რომ ფერად შავკანიანებს ჩაგრავდნენ იმ დასავლეთში რომ ადამიანებად არ თვლიდნენ რესტორანში არ უშვებდნენ არც უშვებდნენ არცად აი ესეთი შეგრძნება მაქვს რომ ჩვენ რაღაცა ვერ გავიგე რაღაცა იმის ქვეშა ვართ აი იგივე დამოკიდებულებაა თითქოს რა მოგესალმებით პირველ რიგში ბატონო ნიკოლოზ დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის მივესალმები ძვირფას ტელემაყურებელს და ვუსურებ მშვიდობიან საღამოს. მე დღეს ესეთი აქტუალურია დღეს ეს მშვიდობა, რომ პირველი რასაც გისურებ ჩემო ძვირფასო მაყურებლებო და ჩემ თავს, ჩემ ოჯახს, აქ სტუდიაში მყოფ ადამიანებს ეს არის მშვიდობა. და დიდი სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ ჯერჯერობით მაინც საომარი მოქმედებები შეჩერებულია, ღმერთმა არქნა და არ დაუშვა ის რომ დაბომბვის დროს არ გაჟონა ირანის ნუკლეარული ლაბორატორიიდან რადიაცია თორემ ჩვენ საქართველოს სხვათ შორის იცით რა რადიაციამ ამინდმა წვიმამ ქარმა მიწისძვრამ და ასე შემდეგ სტიქია არ იცის საზღვარი მათთვის არ არსებობს შეიძლება ირანში მომხდარიყო კატასტროფა და ჩვენ მოყოლილიყავით საშინელ მდგომარეობაში, როგორც ჩერნობილის დროს მოხდა ეს ამბავი. ეხლა რაც შეეხება
წეღან თქვენ და ქალბატონი ნანა საუბრობდით ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, რუსეთთან მოლაპარაკების შესახებ. 10 წელიწადია თუ მეტი არა, ამას გავიძახი და ზოგიერთები რუსეთუმეს მეძახიან, არანაირი რუსეთუმე არა ვარ. მე ვარ ქართველი პოლიტიკოსი და პირველ რიგში ჩემთვის არის ჩემი ქვეყანა, ჩემი სამშობლო და მისი ტერიტორიული მთლიანობა. მინდა მოგახსენოთ, რომ რუს ძალიან ცნობილ და ძალიან მაღალ თანამდებობის პირებთან მქონია შეხვედრა, რა თქმა უნდა 2008 წლის ომამდე და ისინი ერთხმად აცხადებდნენ, ესე პირდაპირ რომ მოდით და ტერიტორიას დაგიბრუნებთ, ესეთი რამე არ ხდება პოლიტიკაში და რუსეთის მაშინდელმა ელჩმა საქართველოში მითხრა კიდეც პუტინმა რო თქვას რომ მოდით ქართველებო და ხვალ აფხაზეთს დაგიბრუნებთო, პუტინი მეორე დღეს თანამდებობაზე აღარ იქნებაო. იმიტომ რომ თვითონ პუტინსაც იქ თავის რუსეთში ყავს ძალიან ბევრი მოწინააღმდეგეები. ისევე როგორც ელცინს ყავდა მოწინააღმდეგეები, გარბაჩოვს ყავდა მოწინააღმდეგეები, სტალინს ყავდა მოწინააღმდეგეები, ლენინს ყავდა მოწინააღმდეგეები და მოკლეს კიდეც ლენინი, მერე სტალინი მოკლეს. მერე ხრუშჩოვი გადააყენეს. ესე იოლი არ არის, რომ იცით რა, წკაპ, მოდი დაგიბრუნებთ. აი რა უნდა მოხდეს ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ვიცით რა ყველას გაღებლებთ. მე არ ამგონია საქართველოში მაცხოვრებელი ადამიანი, ეთნიკური ქართველია, ეთნიკური აზერბაიჯანელია, ეთნიკური სომეხია თუ ვინც უნდა იყოს, ებრაელი თუ ვინც უნდა იყოს, არ აწუხებდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ასე, მე ჩემი მოსაზრება მაქვს. შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ. პირდაპირ რუსეთთან იმაზე მოლაპარაკება, რომ აი დაგვიბრუნეთ ჩვენ ტერიტორიები, ესეთი რამე არ ხდება და არც მოხდება არასოდეს. პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის დევნილების დაბრუნება, რომელზეც ჩვენ უარს ვერავინ ვერ გვეტყვის. ამაზე არსებობს გაეროს გენერალური ასამბლეის მრავალი დადგენილება, რომ უპირობოდ ყოველგვარი პირობის გარეშე ყველა დევნილი უნდა დაბრუნდეს. გახსოვთ ალბათ ცოტა ისეთ ასაკოვან ადამიანებს არ ძიმბა რას ამბობდა. მე თანახმავარ რომ ყველა დევნილი დაბრუნდესო, ოღონდ ერთი პირობითო, ვინც იარაღი აიღო ხელში და აფხაზეთის ხელისუფლებას და აფხაზეთის მთავრობას ებრძოდაო, ისინი უნდა გასამართლენ და ჩასხდნენ ციხეშიო. გესმით? ანუ ვინც ტერიტორიული მთლიანობას იცავდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას, აფხაზეთის მთავრობას თურმე უნდა გაესამართლებინა. რა თქმა უნდა ჩვენ ასეთი დაბრუნება არ გვაწყობს. ჩვენ გვაწყობს უპირობო დაბრუნება, რაზედაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ მიიღო წელს დადგენილება. ფაქტიურად ყოველ წელიწადს ღებულობს ამ დადგენილებას. აი ეს დადგენილება ხელში უნდა დავიკავოთ, მივიდეთ რუსეთთან და დავიწყოთ ლაპარაკი, რომ აი რუსეთო, ჩვენ წაგვართვი ტერიტორიები. ხარ ოკუპანტი, გამოდევნილია ჩვენი ძირძველი მოსახლეობა. მოდი დავიწყოთ ლაპარაკი იმით, რომ დავაბრუნოთ ჩვენი მოსახლეობა უპირობოდ, როგორც სამაჩაბლოში, ასევე აფხაზეთში. ამის შემდეგ ჩავატაროთ იქ ადგილობრივი არჩევნები, რა თქმა უნდა ხა, რომ დაბრუნდებიან ჩვენი დევნილები და თავის სახლკარს აღადგენენ და რა თქმა უნდა მთელმა საქართველოს უნდა გავიღოთ თანხები, რომ იქ დანგრეული სახლკარი მათი აღდგეს და ღირსეულად დაბრუნდეთ, ღირსეულად იცხოვრონ და აქ თუ ვინმეს ბინა მიეცა, ეს უნდა კომპენსაციის სახით კიდევაც დარჩეს მათ. ამის შემდეგ ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები და აი ამის შემდეგ უნდა დაიწყოს ლაპარაკი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. აი ჩათვალეთ ძვირფასო მეგობრებო, 300,000 დევნილი დაბრუნდა ღმერთმა ქნას, რომ ეს ასე მოხდეს, დაბრუნდა აფხაზეთში. ეს ხო ფაქტიურად დაბრუნებაა ჩვენი მიწის. მარტო დარჩენილი იქნება ამის პოლიტიკური გაფორმება, რომ რა უწოდოთ აფხაზეთს, ავტონომიური რესპუბლიკა, ავტონომიური ოლქი თუ რა უწოდოთ თუ როგორ. ერთი კი უნდა გითხრათ, რომ არავითარ შემთხვევაში სამხრეთ ოსეთი არ უნდა ეწოდებოდეს სამაჩაბლოს ტერიტორიას. შეიძლება ოსებს მივცეთ კულტურული ავტონომია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სამხრეთ ოსეთი არ უნდა დაერქვას, იმიტომ რომ ოსეთი ერთია სოფლიოში. ეს არის ჩრდილოეთი ოსეთი. სამხრეთ ოსეთის ყოფილ ტერიტორიას უნდა ეწოდოს გინდა ცხინვალის ოლქი,
გინდათ ლიახვის ოლქი, რადგანაც ორივე ლიახვი, დიდი ლიახვი და პატარა ლიახვი იქ ჩამოედინება და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1918 წლის კონსტიტუციაშიც წერია ცხინვალის ოლქი. არანაირი სამხრეთ ოსეთი აქ არ არსებობს. აი ესე ნელ-ნელა აი ამ თემაზე უნდა დავიწყოთ ლაპარაკი, შემდეგ მივყვეთ და ნახეთ ნატოს თაობაზე დაგვსაჯა ჩვენ რუსეთმა, რომ აი წეღან რო საუბრობდნენ ბატონი ნიკოლოზი და ქალბატონი ნანა, ამათაც ახსენეს, რომ ნატოს ზახილი რო დავიწყეთ, გაღიზიანდა რუსეთი და ნახეთ რას ამბობს, ესე იგი, თქვენ გინდათ ნატოში შესვლა, ჩემთვის მტრულ გაერთიანებაში, მე თქვენ დაგსჯით, წაგართმევთ სამაჩაბლოს, წაგვართვეს კიდევაც. ეხლა ნატო მაინც არ ღებულობს. ხო გახსოვთ, ხო ხედავთ დღეს რა გადაწყვეტილება გამოცხადდა, რომ ნატოს სამიტი გაიმართება და იქ აღარ ჩაიწერება ბუხარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო ოდესღაც გახდებიან ნატოს წევრები. ეს ჩანაწერიც კი აღარ იქნება. და ნატოს გენერალურმა მდივანმა გაღიზიანებით თქვა, აი დღეს ყველა არხზე მოვისმინე. გაღიზიანებით უთქვავს, რაღა საჭიროა ამ ჩანაწერის ჩაწერაო, ერთხელ ხო გავაცხადეთ და მორჩა და დამთავრდაო. ანუ ფაქტიურად ნატო უარს ამბობს საქართველოს და უკრაინის ნატოში მიღებაზე და ამიტომ დავანებოთ ამ მაიმუნობას თავი. ვიყოთ რეალისტები. დავიწყოთ მოლაპარაკება და ეხლა ქალბატონ ნანას მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მოდით ქართველებო უნდა დაგიბრუნოთ ტერიტორიო, ესე არ ხდება. ეს ნელ-ნელა ნაბიჯ უნდა მოხდეს. კი ბატონო, აი ხა მე ვახსენე ბატონი მამუკა ფიფია და ძალიან საინტერესო კონფერენცია გაიმართა ბრესტში, ბელორუსში. ეს ეძღვნებოდა მეორე მსოფლიო ომის დაწყებას 22 ივნისს დაიწყო, კარგად იცით. ძალიან ისეთი საინტერესო კონფერენცია იყო, რომელსაც ხელმძღვანელობდა რუსეთ-ბელორუსიის სამოკავშირეო სახელმწიფო მდივანი სერგეი გლაზიევი. აქ იყვნენ, ესე იგი, ძალიან ისეთი ცნობილი პოლიტიკოსები, დეპუტატები, იყო მაგალითად ექს-პრემიერი უკრაინის ნიკოლაი აზაროვი, კონსტანტინე ზატულინი, გოსდუმის დეპუტატი, ანა კუზნეცოვი, ყაზბეკ ტაისაევი, რუსეთის სატათბიროს დეპუტატები, იყო შპაკოვსკი ალექსანდრ, ბელორუსიის პარლამენტის დეპუტატი, მონაწილეობდა ამ ღონისძიებაში ცნობილი ჟურნალისტი სალავიოვი, ასევე პოლიტოლოგები, რომლებიც აი წამყვანი პოლიტოლოგები არიან რუსეთისა და მათ შორის იყო ბატონი მამუკა ფიფიაც და მე მინდა ახლა შემოგთავაზოთ მისი გამოსვლა, მან საკმაოდ საინტერესო პოზიციები გააფიქსირა, ასევე აი აფხაზეთისა და ცხინვალთან მიმართებით და ეს არის ძალიან საყურადღებო და მე მინდა მადლობა უთხრა მას, იმიტომ რომ აი ამ 30 წლის მანძილზე არც ერთ ქართველ პოლიტიკოს რუსულ არხებზე იმდენი არ უსაუბრია ქართულ რუსულ ურთიერთობებზე და აფხაზეთზე და ცხინვალზე, როგორც ეს მამუკა ფიფიამ გააკეთა და ეს არის დასაფასებელი, მეგობრებო და აღსანიშნავი. ეხლა რუსეთში ზოგი ცდილობს კონცერტებითა და ხინკალითა და ვიცი რა ქვია, კონცერტმეისტერობით გონია რაღაც საქმე გააკეთოს და ეს ესე არ არის. პოლიტიკა კეთდება სხვაგვარად. როდესაც შენ გამოდიხარ ესეთ მაღალ ტრიბუნაზე და ქართულ პოზიციებს დაიცავ და არა ის რომ იქ ცეკვები და სიმღერები გამართო. ცეკვებს და სიმღერებს იქ რუსებიც მართავენ, იმიტომ რომ უყვართ იმათ ქართული სიმღერები და ქართული ცეკვები. ამიტომ აი ეს არის პოლიტიკა და დასაფასებელია ეს და მე ყველა იმ ადამიანს, მამუკა ფიფია იქნება თუ ეს ბატონი იგორ გიორგაძე იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს, ყველას პატივს ავცემ, ვინც ქართულ რუსულ ურთიერთობების ადგენაში, ვინც ცხინვალისა და სოხუმის დაბრუნების საკითხში ერთ ნაბიჯსაც კი გადადგამს და აი ხა ხედავთ რომ ეს კაცი მართლაც ბევრს აკეთებს და მე მინდა შემოგთავაზოთ ახლა მისი გამოსვლა აი ბრესტის საერთაშორისო форумზე. Маму Петамазович, меценат, политик, международный секретарь правительства, дали своими мира, чем президиум Международного клуба народного искусства. Маму Петамазович, прошу вас. Спасибо. Здравствуйте. Самарджова. Уважаемые друзья и коллеги, спасибо за приглашение. Я то, что вчера был впечатлен, как удалось Беларусь
в ресторане, привлечь молодежь. Это самая большая радость, которая на сегодняшний день у нас есть. Это наша молодежь. Я обратил внимание, это еще и на выборах президента Беларуси, и вчера впечатлился. Хочу сказать, что мы в Грузии только начинаем такой же путь, который проходил Беларусь и Россия. Нам очень тяжело, но я надеюсь, что в ближайшее время мы тоже достигнем серьезной цели. 22 июня этот день воспринимается народами Республики Советского Союза как День памяти и скорби, который связан с памятью о погибших в Великой Отечественной войне. В этот день в Беларуси отмечается День всенародной памяти жертв Великой Отечественной войны и геноцида белорусского народа. В частности, как известно, в годы войны 1941 году по 1945 годы в Беларуси погиб каждый третий житель страны, что является большой трагедией. 22 июня фашистская Германия напала на Советский Союз, которая была большое отечество для наших предков, и закономерно, что русские, белорусы, грузины и все народы Советского Союза бок о бок защищали свою родину от врага. Я хотел бы отдать дань уважения всем тем героям, которые защищали Белорусскую крепость, Брестскую крепость, которые защищали свою землю и родину. Как и русский и белорусский народ, грузинский народ внес большой вклад в общую победу. 700 тысяч красноармейцев из Грузии участвовали в Великой Отечественной войне. 300 тысяч отдали свои жизни за Отечество. 400 тысяч вернулись с победой. 224 тысяч были награждены различными орденами и медалями. А 164 красноармейца из Грузии удостоены звания Героя Великой Отечественной войны. Нельзя забывать роль генералиссимуса Иосифа Виссарионовича Сталина в нашу общую победу. Мы хорошо помним свою историю и всегда будем знать, кто был нашим другом и кто врагом. Как говорят в Грузии, тот, кто не знает своей истории, не знает своих корней, а значит не будет знать, кто его настоящие исторические союзники. Поэтому мы говорим, что каждый должен знать историю и учитывать уроки прошлого. Я хочу вам сообщить, что мы в Грузии начали собирать подписи за прямой диалог с Россией. Мы уже собрали более 60 тысяч подписей в электронном виде. И еще у нас на бланках в 2 раза больше. После чего мы хотим обратиться к властям Грузии, начать прямой диалог с Российской Федерацией по всем проблемам, накопившимся между Россией и Грузией за более чем 3 десятилетия, включая вопросы, связанные с Абхазией и Цхинвальским регионом. Еще раз поздравляю вас с 80-летием победы в Великой Отечественной войне и выражаю большое уважение перед теми героями, которые отдали свою жизнь за Отечество и за эту великую победу. Спасибо большое. Спасибо, Мамука Тамадевич. ეს იყო მამუკა ფიფიას გამოსვლა, ძალიან საინტერესო იყო და მე ვფიქრობ, რომ აი ეს მოთხოვნა, რომელიც გაჟღერდა იქაც აი ხელმოწერებზე რუსულქა. ეხლა კაცი ამბობს ისეთ ადამიანებთან ამას, ვინც ბოდიში და ჩვენს წინააღმდეგ დიდი ხანი ილაშქრებდა. ეხლა ზატულინის პოზიციები ყველას გვახსოვს, ჩვენ მე მგონი, ხო? და იყო იქ ვიღაცები და ამას კაცი ახმოვანებს მოსკოვიდან და ბელორუსიიდან, რომ აი ჩვენ 65,000 შევაგროვეთ, გზელდება შეგროვება. მოდი რა, აქიდანაც იყო ეს და თან ამას ეთანხმებიან რუსები და ბელორუსები, რომ აი მოლაპარაკებების დაწყებას. იგივე ხლა სიტყვა ის, რომ ჩვენ გამოყვებით იქამდე, სადამდე თქვენ შეგიძლიათ, ეს ნიშნავს ყველა საკითხზე ლაპარაკს, ყველა საკითხზე. და ეხლა აი სეზონი მოვიდა ზაფხულის და ვიღაცებმა გადართეთ და ნახეთ ბუმი არის ტურისტების, რუსი ტურისტები
ტურისტების აფხაზეთში. აი ამ ბათუმით რო ვიწონებ თავს, ბათუმი ეხლა აფხაზეთთან და შედარებით არაფერი არ იქნება ძალიან მალე. და ის რუსები რო გვიხარია რო ჩამოდის, ხვალ აღარავინ აღარ ჩამოვა, მეგობრებო, ის რუსი ტურისტები. წავლენ გაგრაში, ლესელიძეში, სოხუმში და იქ დაისვენებენ ისინი. და მერე ილოკეთ თითები და ეს ბოდიში და ჩადრიანი ხალხი თუ შემოგიტანს იმ დაფინანსებას თქვენ ძალიან ცდებით. ეხლა მე კიდე ერთხელ ვიმეორებ, არავის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ ესე არ იქნება. არ იქნება ესე. ამიტომ მოდით რა, დავიწყოთ ეს დიალოგი, აღარ შემიძლია უკვე რამდენი ხანი ვილაპარაკო ამაზე რა და რამდენი ხანი გავაკეთოთ ამაზე ჩვენ აქცენტი. დავიღალეთ, ყველა დავიღალეთ უკვე და ისე გამოდის ვითომ ესე იგი ჩვენ გქონდეს რაღაცა კოზირები ხელში ამ რუსებთან. არ დაელაპარაკები და ნუ დაელაპარაკები, ადგება და მიერთებს ამ ტერიტორიებს. და მე კიდე ხა მე ძალიან კარგად ვადევნებ თვალყურს აი ამ სოციალური ქსელების კომენტარებს და რაღაც კომენტარებს კითხულობ, აი იქნება ის არ მოიწვიოთ, ეს არ მოიწვიოთ. იცით რა არის ხალხო? აქ ეს ტელევიზია, იცით რა არის? მარტო ჩვენი პოზიციის მყოფი ადამიანების მოწვევა კი არ ხდება აქ. აქ ხდება იმ პოზიციის ადამიანების მოწვევა, რომლებიც რადიკალურად სხვა პოზიციაზე არიან ჩვენ იმ მტკივნეულ საკითხებზე. აქ ეს თქვენ თუ ვერ ხვდებით ტელევიზიის სპეციფიკას, ეხლა ძნელია აქ, ეხლა მე ამაზე აგიხსნათ. ამიტომ ის მოიწვიეთ, ეს არ მოიწვიეთ, ეხლა ჩვენთვის ისინიც უფრო საინტერესო არიან, სიმართლე რო გითხრა, რომლებიც აი ცოტა სხვაგვარად ფიქრობენ ვიდრე ჩვენ. და ეს უნდა იცოდეთ თქვენ და ეხლა ვიღაცას რო ვიწვევთ გადაცემაში, ეგ იმას კი ანიშნავს, რომ ჩვენ რაღაცა ვეთანხმებით იმ პოზიციას. ამიტომ ცოტა დაფიქრდით, ტელევიზიაში დებატები ხდება, მაშინ რა ვქნათ? ეხლა ჩვენთან ნაციონალები არ მოვლენ, თორე სიამოვნებით მოვიწვევდი მათ და გავმართავდით აქ დებატებს. მაგრამ მაგას ვერ გაბედავენ აქ რომ მოვიდნენ ეგენი. ამიტომ ეს ტელევიზია არის განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანთა იდეებისა და აზრების ჭიდილი და არა ის რომ აქ მე ის კი არ მაქვს, სუფრა კი არ მაქვს გაშლილი კაცო რომ მოვიწვიო ის ხალხი ვინც ჩემი მეგობარია და ისა და ვიღაცა სუფრა ხო არ გონიათ ეს ტელევიზიის ტრიბუნა თქვენ. ამიტომ ცოტა გაუგებარია და არ მესმის იმ ხალხი, აი ის არ მოიწვიო, ის აღარ მოიწვიო, ის მოიწვია, ეს ისედაც ჩვენ შეზღუდული ვართ ამ ადამიანების მოწვევებში, თქვენ ძალიან კარგად ხვდებით. ზოგი არის ჩვენ პოზიციაზე და იმალება ბუჩქებში. არის აი რუსულ-ქართულ თემა და არ უნდა აუტკივარი თავის ატკივება. იმიტომ რომ კარგად იცით რამხელა ბულინგი, რამხელა ზეწოლა, როდესაც ამ პოზიციას ლაპარაკობ. და მიკეთროვანივით რო გექცევიან. და დღეს ეხლა არის ხალხი დადის მოსკოვში, იქ ლაპარაკობს, ჩამოვაკ და ხმას არ ამოიღებს. იმიტომ რომ ამათ უნდა თბილისის ფართო ქუჩებში იარომ შვიდათ, არავინ არ წამოაძახოს რაღაცა. ამიტომ მე რო იცოდე ძალიან შეზღუდული ვარ რესპონდენტების საკითხში. ხელისუფლება ჩვენთან არ მოდის, იმიტომ რომ სამთავრობო მედიაში დადის, რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე რო ლაპარაკობენ, ისინი კიდე შეიყუჟებიან რაღაცა 10 კაცი ილაპარაკებენ და იმ დარჩება იქ ლაპარაკი და კაციშვის ბევრს არ 90% გამოსვლა არ უნდა ტელევიზიით, მიმალულები არიან. ამიტომ თქვენ რა გონიათ მე ახლა თქვენზე ნაკლები გემოვნება მაქვს, თქვენზე ნაკლები ისა მაქვს რაღაცა მე არ მინდა უფრო მრავალფეროვანი იყოს გადაცემა თუ რას ფიქრობთ თქვენ? შეხედეთ ქართულ ტელესიმწეს, 2-3 კაცი ტრიალებს გარშემო ყველა ტელევიზიაში. გადართეთ ერთი კაცი, ერთი ექსპერტი ჩამოტარებაზე, მეორე ექსპერტი ჩამოტარებაზე სუპრაზე. იმიტომ რომ არ უნდათ ამ ხალხს ლაპარაკი არ უნდათ და ქვეყნისთვის ბრძოლა რო დაიწყოს. კაცო, მე მერეკლემეფე რო უძახი და დავით აღმაშენებელი ხმალს იღებდა ეს ხალხი და ამათ სტუდიაში ვერ დასვამ. მარტო უნდათ იქ გრანტის აღება, იქ გულაობა გრიალი იმ რუსეთში და იქ ბოდიში და საქმეზე რომ იდგება ტელევიზორში ვერ გამოიყვან აქ. არ მინდა ახლა გვარსახელების დასახელება, თქვენ თვითონაც მიხვდებით რაზეა საუბარი. ბატონოსო, აი ჩვენ ვლაპარაკობთ ამ მტკივნეულ საკითხებზე და მინდა ამ ნაცემსაც შევეხოთ რა, ხა თქვენთან ამ საკითხებს მინდა. ესე იგი, აი რა ტენდენცია, ესე იგი მიდიან ციხეში თავისით და მე გმირებად წარმოაჩენენ თავს. ცოტნე დადიანება და დემეტრე თავდადებულებად. აი როგორ არის იცით ნაცების საქმე ბატონო ნიკოლოს? ჩვენ სასტიკად წავაგეთ ომი 2008 წლის აგვისტოში, ხო? გამოვიდნენ და იზეიმეს რომ ომი მოვიგეთო. აი ამ ხალხს, ესე იგი ციხეში მიდიან თავისი ფეხით, ვითომ ვინმე ძალით აპატიმრებდეს
და ვითომ სამშობლოს ეწირებოდნენ და სამშობლოსთვის ჯდებიან ვითომ ციხეში. ჯდებიან მაიმუნობისთვის, მიდი გამოცხადდი კომისიაზე ილაპარაკე და არავინ არ შეგეხება. არა, არ ვაღიარებ. მე ამ პარლამენტს არ ვაღიარებ და ეს გმირობა გონია თქვენ? გინდა აღიარე და გინდა ნუ აღიარებ. ხო დაყარეთ მანდატები. გეგონათ რომ ჩამოვიდოდა ისევ შარლ მიშელი 4 წლის წინ რო ჩამოვიდა და რო შეგეხვეწათ რომ შედით პარლამენტშიო. გაგიუქმეს ის პარლამენტები, გადაგიყარეს ნაგვის ყუთში და დაგტოვეს აესე. ენა გადმოგდებული, როგორც იტყვიან. არავის არ აინტერესებს თქვენი პარლამენტარობა, მაგრამ თქვენ უნდა ყოფილიყავით დაინტერესებული 70-მდე ადგილი, როგორც იტყვიან, გააფუჭეთ. მსგავსი სისულელე მეც მაქვს ჩადენილი, ჩემ პოლიტიკურ თანამებრძოლებთან ერთად, კახა ძაგანიასთან, პაატა ჯიბლაძესთან, გიორგი გუგავასთან და სხვებთან ერთად. ჩვენც გვაქვს ეს სისულელე ჩადენილი თავის დროზე, როდესაც 2008 წლის პარლამენტში აგვირჩიეს, მანდატი მოგვცეს ამომრჩევლებმა და არ შევედით. რატო არ ვაღიარეთ პარლამენტს? გვეგონა რომ მიშა დაშლიდა იმ პარლამენტს. არ მუშაობს ეს სულელური ამბავი რომ არ ვაღიარებ პარლამენტს. ნახეთ, ევროპამ პირდაპირ დეკლარაციაში ჩაწერა და დეკლარაციის სახით გააფორმა და მოუწოდა ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას სინამდვილეში შპიონებს და მეხუთე კოლონას მოუწოდა პირდაპირ რომ ეხლა რო იქნება ადგილობრივი არჩევნებიო, რომელსაც ჩაატარებს ის CSKO, რომელსაც არ აღიარებთ, ის თავრობა, რომელსაც არ აღიარებთ, მიიღეთ მონაწილეობაო. ევროპა მოგიწოდებთ. ხო არ არის ჩვენი ექსპერტები, ჩვენი პოლიტიკოსები, ხო თქვენთვის ხომ არ არის ავტორიტეტი. ხო არიან ევროპელები და ის რასა იუკნავიჩუესები და გვარის გამოთქმა მიჭირს, მაპატიეთ, მე მგონი ყველას გიჭირდა. მარკეტა გრიგორიევები და ისინი ხო არიან ავტორიტეტები. მოგიწოდებენ, მიიღეთ მონაწილეობაო. რატო არ ღებულობთ მონაწილეობას? იმიტომ რომ იცით რომ დამარცხდებით. მე რა მოხდა? დღეს დამარცხდები, ხვალ დამარცხდები, ზეგ გაიმარჯვებ. ჩვენი საქართველოს სათაყვანებელი ნაკრებისა არ იყოს. 30 წელიწადია დამოუკიდებლები ვართ და სულ წაგება და ნახეთ, ჰოი საოცრებავ და უცებ გავიდა ჩვენი ნაკრები ევროპის პირველობაზე და ჯგუფიდანაც კი გავიდა. და ქართველი ხალხის უზარმაზარი სიყვარული დაიმსახურა. ესია, დღეს წააგებ, ხვალ მოიგებ. აბა როგორ გინდათ? მეც არა ვარ ეხლა პარლამენტში არჩეული, მაგრამ იმას ხო არ ნიშნავს, რომ ხრები დაუშვა, ხელები ჩამოუშვა და ბრძოლაზე უარი თქვა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. და კიდევ ერთი რაღაც მინდოდა მე თქვა, აი ამ წეღან შეეხო ქალბატონი ნანა და თქვენ შეეხეთ ამ საკადრო საკითხს, ამ თავრობის საკადრო საკითხს. აი ნახეთ რა ხდება, ელემენტარულ რაღაცას გეტყვით. გია ხუბუა, რომელიც იყო მიშა სააკაშვილის მიერ დანიშნული ჯავახიშვილის უნივერსიტეტის რექტორად, რომელსაც ჰქონდა კაფიო დავალება, გაანადგურე ქართული მეცნიერება, გაანადგურე ქართული უნივერსიტეტი. ჩაკეტა პროფესორ მასწავლებელი და მეც იქ ვიყავი, ტუალეტი ჩაუკეტა, წყლის დალევის საშუალება არ მისცა, ხრცოვანი პროფესორები. და როდესაც ხუბუა ვიხილეთ ჩვენ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორად, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ააშენა. არავის ხმა არ ამოუღია, მე და ბატონი ნიკოლოზი ვყვიროდით მარტო. მაგრამ ნახეთ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. იმდენი ვიყვირეთ, რომ მოხსნეს ეს ხუბუა. ხო ფაქტია რომ მოხსნეს, ნუ. ხმას არავინ არ იღებდა ჩვენს მეტი. ამიტომ ძვირფასო ტელემაყურებლება ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. აი წეღან რა განაცხადა ბატონმა ნიკოლოზმა. ბევრი ჩვენ აზრზეაო, მაგრამ სტუდიაში მოსვლა არ უნდაო. არ უნდა თავის ატკიება ზოგს. თქვენ თუ გონიათ მე არ მლანძღავენ იმის გამო რომ ვამბობ რომ რუსეთთან უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება მეთქი. მეც მლანძღავენ,
მაგრამ უმრავლესობა თქვენ პოზიციაზეა, ხა ისინი არა, ვიღაცები ხომ რაცხავენ. არა, არიან ადამიანები, თქვენც იცით ძვირფასო მაყურებელო ბატონო ნიკოლოს. არიან ადამიანები, აი ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაში, რომლებიც ამბობენ, პუტინმა რო დაგვიბრუნოს კიდეც აფხაზეთიო? პუტინის მიერ დაბრუნებული აფხაზეთი არ გვინდაო. გესმით, ბაიდენის დაბრუნებული, ობამას და ტრამპის დაბრუნებული აფხაზეთი უნდათ. მეც მინდა ბუშის დაბრუნებული აფხაზეთი, მაგრამ ნახეთ სააკაშვილმა რაღაცხადა ბუში რო თბილისში იყო ჩამოსულიო, აქედანო საქართველოდანო წავიდა სოჩში და იქ შეხვდა პუტინსო. და მე ვთხოვეო, რომ მისტერ ბუშ პუტინს რო შეხვდებითო, ერთი სათხოვარი მაქვსო. გაიშვირე ხელი საქართველოსკენო და თქვიო, აი ეს აფხაზეთი არის საქართველოს ტერიტორია და მე ვაღიარებ ამას როგორც საქართველოს. ესეც კი არ გააკეთაო. გესმით? ბუში, რომელსაც ჩვენ სააკაშვილს უწოდებდით ბუშის პუდელს, იმდენად ახლოს იყვნენ ბუში და სააკაშვილი. და ესეც კი არ გააკეთა, რომ ხელი გაეშვირა და ეთქვა, რომ აი ეს საქართველოს ტერიტორია არისო. და თქვენ გინდათ ამერიკის პრეზიდენტმა დააბრუნოს აფხაზეთი? არ გამოვა ეგრე, მეც მინდა რომ გაეროს უშიშროების საბჭომ დაგვიბრუნოს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაგვიბრუნოს. არ გამოდის, არ მუშაობს ეს გაეროს დადგენილებები და რეზოლუციები. არ მუშაობს, ამიტომ ჩვენ ხელები უნდა, კლავები უნდა დავიკაპიცოთ და დიპლომატიური გზით უნდა დავიწყოთ აფხაზეთის დაბრუნებისათვის მუშაობა და ეს ხელმოწერებიც რო გროვდება, სწორედ ამიტომ გროვდება, თუმცა ეს ეხლა გროვდება და მე და ბატონი ნიკოლოზი 10 წელიწადია ვიძახით, რომ ეს უნდა დავიწყოთ. მეტიც, 10 წელი მეტიც. აი ხა სააკაშვილი აკეთებს განცხადებას, მე თქვენც მინდა რომ გაგაცნოთ ეს განცხადება. ვიღებ ჩემს დიდ ისტორიულ პასუხისგებლობას, მე შემიძლია საქართველოს გამთლიანების, კავკასიის დიდი ერთიანობის საქმეში გადამწყვეტი როლი შეტანა. ამას ამბობს კაცი, რომელმაც დაშალა საქართველოს სამ ნაწილად. ამას ამბობს კაცი, რომელიც ამერიკაში, როდესაც კირკორიანს მიაბარა ბიძამისმა თემურ ალასანიამ, კირკორიანი გახლავთ ამერიკის სომხური ლობის თავმჯდომარე, გახლდათ, გარდაიცვალა ამერიკელი მილიარდერი. კაფიო დავალებებით გამოგზავნა იქიდან. დაშალე საქართველო სამ ნაწილად და აღიარებინე რუსეთს და ყველაფერი გააკეთა, თუ ჩემი არ გჯერათ, გაიხსენეთ კოდორი როგორ გამოაცხადა ზემო აფხაზეთად და ერთი ტყვია არ გავარდნილა კოდორის განაიარა კოდორის დამცველები. ბატალიონი ახლა შევარდნაძის მიმართ დიდი სიმპათია ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ სანამ ეს ბატალიონი მონადირე მოქმედებდა, მანამდე ვერც რუსმა და ვერც აფხაზმა ფეხი ვერ ჩადგა დალის ხეობაში. დაარქვა ზემო აფხაზეთი მიუერთა. იგივე ახალგორში შესვლაც არ უნდათ რუსებს და მე გენერალ ბორისოვის მემუარები გამოქვეყნდა, რომელიც გარდაცვლილია უკვე ბორისოვი. პირდაპირ წერს, შესვლა არ მინდოდაო და ძაღლთაპირმა ლომაიამ, რომელიც ასევე ქართული მეცნიერების და ქართული განათლების დამანგრეველია, რომელმაც იშოვა მილიონები და ეხლა შეერთებულ შტატებში ნებივრობს, კატეგორიულად მომთხოვაო ლომაიამ მთავრობის სახელითო, პრეზიდენტის სახელით შედით ახალგორშიო და ავდე კიდე შევედით ახალგორშიო. რა არის ეს აბა? ეს რა არის? და დავით გარეჯის პრობლემა რო წარმოიქმნა, სააკაშვილი გამოვიდა და თქვა, მე გახსენებთ თორე ჩემზე კარგად იცით. 50 ჩამოიყვანენ ახლა აზერბაიჯანელ ბიზნესმენსო მოსკოვიდანო და ათქმევინებენო, რომ სააკაშვილმა 50 მილიონი გამომართვაო და ბოდიში გარეჯი გადმოგცაო. ესე იგი, გესმით, გარეჯი გადაცა, ახალგორი გადაცა, კოდორი გადაცა და ეს კაცი აცხადებს ახლა, რომ მე ვარო საქართველოს გამაერთიანებელიო. თუმცა რა გასაკვირია მისგან ამის თქმა, როდესაც ამერიკაში თურმე აღმოსავლეთის ჯორჯ ვაშინგტონი დაარქვეს და იმაში ევროპარლამენტში კიდე შუქურას ეძახდნენ, დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ ადამიანების წამებელს.
გეთანხმებით აბსოლუტურად. ბოდიში ესეთი ემოციური გამოსვლისთვის გარეშე არ აპატია ძვირფასო მაყურებელი არ შემიძლია ეხლა არ თქვა ნახეთ რა განაცხადა მე ვარო გამაერთიანებელი ნაძირალა არის ნაძირალა ნახეთ ეხლა ჩვენ აი ყოველთვის ბატონებო აი ეხლა როდესაც საუბრობთ აი ჩვენი ქვეყნის გადარჩენაზე და განათლების თემაზე ძალიან დიდი ხანი ვლაპარაკობ და განათლების მინიზე. ეხლა ყველაზე დიდი დანაშაული ის არის რომ როცა ჩვენ ხედავთ რომ განათლების სისტემამ დაანგრია და მოსპოდა მიწაში ჩადო ყველაფერი და ჩვენ თაობების პრობლემა გვაქვს, იმიტომ რომ ამ სისტემამ მოკლა ფაქტობრივად ახალგაზრდობა და შენ ამ დროს არაფერს არ აკეთებ, ეს არის დანაშაული. ეხლა ეს განათლების მინისტრი იმის მაგერად უცხოეთში კი არ უნდა დადიოდეს აკეთებენ. რეფორმა უნდა დაიწყოს ყველა უნივერსიტეტებში, გამოყაროს უნდა ეს ლიბერასტები სკოლებში, ბაღებშიც კი და ამის მაგერად არაფერი არ კეთდება ხალხო. არაფერი არ კეთდება, არაფერი არ იცვლება, იგივე გრძელდება ილიაუში, იგივე გრძელდება ჯავახიშვილში, იგივე გრძელდება ბენდუქიძის უნივერსიტეტში, არაფერი არ იცვლება და რისი იმედი უნდა გქონდეს, ვერ გავიგე. კლავად, ესე იგი, ეს უნივერსიტეტები აღზრდიან ისეთ თაობებს, რომლებიც საქართველოს კი არა, უცხო ქვეყნებს მოემსახურებიან. და რატო არ კეთდება ამაზე რომ სამ კითხვას პასუხი არ მოდის? რატო არ უხდება ეს ბოლონის სისტემა, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ ვინც იხდის ფულს, იმან დაამთავროს. ესე იგი, ბავშვი არ დადის უნივერსიტეტში, იმიტომ რომ იცის, რომ თუ ფული არ გადაიხადა, ის ვერ მიიღებს. გამოაგდებენ. ხო, და ამიტომ ერთი ვიცი პროფესორი მითხრეს იმ დღეს, ნიშნები დაუწერა ბავშვს ორიანები, არ გადაიყვანა სხვა იმაზე ჯგუფში, კურსზე და გააგდეს ის პროფესორი. რატო იცი, შენ რომ ფული დაგვაკარგინე ჩვენაო. ესე იგი, ფულია ყველაფერი და განათლება თუ. ფულია ხო და განათლებაზე და საერთოდ თაობებზე, როდესაც არის ლაპარაკი, აი ყოველთვის მიხარია, როდესაც ხედავ, აი გავწყინებული ახალგაზრდების რაღაცა აი სხივს, სინათლეს და ეხლა იმ დღეს ესე იგი სოციალურ ქსელში სრულიად შემთხვევით მოუკარი თვალყური ჩვენი დიტო ჩუბინიძის, ჩვენი მეგობრის, ქალიშვილის, უბწყინვალესი ქალიშვილის, ელენე ჩუბინიძის გამოსვლას ერთ-ერთ ღონისძიებაზე ეს ვაჟა დურგლიშვილის საღამო იყო 77 წლის იუბილე და უდიდესი კომპოზიტორი ჩვენი ვაჟა დურგლიშვილი და ჩვენი ქვეყნის სირცხვილი არის რომ აი ეს კაცი ხელის გულზე უნდა ვატაროთ, იმიტომ რომ აი ესეთ შესანიშნავ სიმღერების ავტორი არის, ქმნის ამ კომპოზიტორი ქმნის ამ უნიკალურ შედევრებს და აი მე აღმაფრენა განვიცადე აი ესე იგი მე-6 კლასელია ეს ელენე ჩუბინიძე, ჯერ როგორი გარეგნობის არის, როგორი ვოკალის და აი მისი გამოსვლაც მე მინდა რომ აი ჩვენ ხშირად ძალიან ისეთი პესიმისტური ხშირად და აი ესეთი დრამატული ისინი გვაქვს ეთერებში სიტუაციებზე ანალიზი და ცოტა განმუხტვის მიზნით აი მე მინდა ახლა წარმოგიდგინოთ თქვენს დიდ სიამოვნებას მიიღეთ ბატონი დიტო ჩუბინიძის ქალიშვილის აი უბწყინვალესი ულამაზესი აი შესანიშნავი აი ალუცი მომავალი ვარსკვლავი არის ქართული ესტრადის ალბათ ელენე ჩუბინიძის გამოსვლა და აი მოусმინოთ და ვიხვდებით რომ არც ისე ცუდად აგვაქვს საქმე და ჩვენ კარგი მომავალი თაობაც გვესდება. გოგონათუშებიდან ელენე ჩუბინიძე და მე ვთხოვ ელენეს გამოგზავნოს სცენაზე და შეგვსრულოს სიმღერა იბწყინე საქართველო. ლამაზი გოგონა და მე არ ვიცნობდი რომელი კლასის მოსწავლე ხარ? მე 6 კლასის მოსწავლე ხარ. Вичемо цвітпасу. Სადაც ისურვა გამარჯობა ბათუმო და ბათუმელებო. ორი ხალხის თავისი არაფერი სიტყვაა. სიმღერა იბწყინე საქართველო. აში გადუყარებო, აში მაქცინო.
წინაშე დავაჯილდოვოთ ისე არ მინდა აი ძალიან სასიხარულოა რომ აი ესეთი უნიჭიერესი ბავშვი არის და მე მინდა მიშობლებს რა თქმა უნდა მადლობა გადაუხადო და აი თვალზე ცემლიც კი მოგადგება რატო იცი აი ეხლა დღეს ბავშვები მღერიან ძირითადად ინგლისურ ენოვან ესეთი შემსრულებლების ნამუშევრებს სადაც საქართველოს საერთოდ არც ისმის უკვე ჩვენი ქვეყნის სახელი და საერთოდ უკვე აი გინდაც აი სუფრაზე რომ მოხვდები ვიღაცა ახალგაზრდამ რომ საქართველოს სადღეგრძელო დალეჟება დაცინოს იმიტომ რომ აი ყველაფერი ეროვნულობის ყველაფერი ქართულის მიმართ არის რაღაცა ნიჰილისტური განწყობილებები და აი გულის მithფობს რომ აი ესეთი თაობა მოდის და მე-6 კლასელი არის ეხლა ჩვენი ელენიკო ბატონი დიტოს ულამაზესი უნიჭიერესი შვილი და მე დედამის მამამის ორივეს მადლობას ვეუბნები აი ესეთი შვილის აღზრდისათვის დუშეთის სკოლა სადაც ისწავლობს და აი ძალიან აი თან რომ წარადგინეს აი ყველაზე უფრო იცით გული რაზე გამithpa რომ მე მოგესალმებითო 300 არაგველის სამშობლოდანო და აი ეს არის ბევრ ამეს აი ასეთ 300 არაგველის და ჩვენი ერეკლემების დავითის თამარის მაგალითებზე რომ გაიზრდება თაობა იმას ვერავინ ამ ადამიანს ვერაფერი ვერ შეუცვლის მე სოფხედველობას ეხა ის კი არ არის რომ გამოდიხარ ევროვიზიაზე და შენი იდეალი ვინ არისო და კონჩიტა ვურსიო ეხა ეს ელენიკო როდესაც გავა დიდ საერთაშორისო ფორუმებზე ნამდვილად დარწმუნებული ვარ იმას არ იტყვის რომ რომელიღაცა ტრანსგენდერია მისი იდეალი და ესეთი თაობა უნდა გაიზარდოს ქვეყანაში და ესეთი სიმღერები უნდა ჟღერდეს ქართულ ტელესივრცეში და აი ახლა მე მინდა ვაჟა დურგლიშვილს ასევე დიდი მადლობა უთხრა ასეთი ძლიერი ასეთი უნიკალური კომპოზიტორი გვყავს ჩვენ და ხელის გულზე უნდა ატაროს საქართველოს აი ეს კაცი იმიტომ რომ ასეთ აი ლამაზ სიმღერებს ეხლა პირველად გავიგე აი რა ლამაზი სიმღერაა და ეხლა ამაზე ეხლა ვიღაცამ რომ ადგეს კლიპი გადაიღოს გაცილებით უფრო ჟღერადი იქნება ეხლა ეს ეხლა ისეთ საშუალებებით არ იყო ჩაწერილი ეს მუსიკა უფრო სხვანაირად უნდა იყოს ეს გაკეთებული და უფრო პოპულარიზაცია უნდა იყოს ეხლა აი ვიღაცა იტყვის ხოლმე რომ აი ქართული სიმღერები რომ ჩაიწეროს პოპულარული გახდეს მომგებიანი არ იქნება იმიტომ რომ 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მოგება არ ექნება არც მომღერას კი მაგრამ თქვენ დალოცვილებო აი ხა თეთრი შურით შურ აი ხა სომხეთი არის ჩვენზე პატარა ქვეყანა გადახედეთ ესე იგი იქნება იქ მუსიკები აი რო ჩამოდიან ბათუმში სომხური მუსიკის გარდა არაფერი არ გამოდის მათი ბარებით ანუ თუ იქ იქნება მათ ენაზე აი ეს იქნება მუსიკები სიმღერები იქნება ხო ჩვენ რატო არ უნდა გავაკეთოთ ასეთი ენა გვაქვს მით უმეტეს ხო მე არ სიამოვნებს ნამდვილად მხოლოდ ამ ინგლისურ ენაზე რომ მღერიან ბავშვები თუ გინდა შენ მაყურებლის და ქართველი ხალხის სიყვარული დაიმსახურო პირველ რიგში ქართულად უნდა იმღერო ეხლა გასაგები ამ პოლიტიკურ ასპარეზზე ცოტა დიდი შეცდომები დაუშვა და გზაებნა მერაბ სეფაშვილის იგივე სხვა ნანი ბრეგვაძეს და სხვებს მაგრამ ჩვენ ხომ მათ სიმღერებზე გავიზარდეთ ხალხო იმიტომ რომ ისინი ქართულად მღეროდნენ მერაბ სეფაშვილი ქართულად რომ მღეროდა იმიტომ შევიყვარეთ ჩვენ ამიტომ ბევრი ვფიქრობს რომ ამ ინგლისურად რომ იბღავლებს და იყვირებს და იწივლებს ხო ეს რაღაცა ამით მიიზიდავს მაყურებელს და მაყურებლის ყურადღებას ჩვენ გვჭირდება აი ესეთი ტალანტები მე დარწმუნებული ვარ რომ ელენე ჩუბინიძე დიდ წარმატებებს მიაღწევს მომავალი ვარსკვლავი იქნება და ჩვენ ცხელი უნდა შეუწყოს ამ ქვეყანამაც აი ადრე მე მახსოვს იმ კომუნისტურ ეპოქაში იყო ყველა სოფელში იყო კლუბები გახსნილი კინოკლუბები სადაც ჩადიოდნენ კინოს აჩვენებდნენ სპექტაკლები იდგმებოდა ყველგან უნიკალი აი ჩემ სოფელში მაგალითად მე აი სოფელ ჭანიეთში ჭანიეთი არის ჩემი სოფელი გურიაში უნიკალური დარბაზი იყო უნიკალური სადაც ესე იგი კინოფილმების ჩვენება ხდებოდა რაღაცა სპექტაკლები და ყველა სოფელში ეს იყო აი ბნელ ეპოქაზე მაქვს საუბარი კომუნისტებს რო აძაგებ ყველგან დაანგრიეს ეს ყველაფერი და რა ქნას ამას ახალგაზრდობამ რომლებიც რაიონში ცხოვრობენ იმიტომა მე უკეთ უგზას დაადგე და აი ამ კულტურის მინის მინდა უთხრა იმ ჩანთების ყიდვას და ძაღლებით სიაროს და ინგლისური რო ვითომ იცი ჯობია მოდი ამ საქმეს მიხედო აღდგეს ის კულტურის სახლები რომლებიც იყო სოფლებში და ეს ჩვენი მსახიობები იქ რო მიტინგზე ბღავიან წავიდნენ და იქ კონცერტები ჩაატანონ სოფლებში დაფინანსება გაკეთეთ და ცხოვრებაც გამოცოცხლდება იმ რაიონებში
რაიონებში საღამოს კაცი ჩაიში რო წავა და ჩაის რო მოკრებს, მერე წავა და იმას კულტურული ცხოვრებაც უნდა. მანდამაიც ყველა თბილისში ხო ვერ წავა და ბათუმში წავა და იმ კლუბში მოусმეს, მაგალითად აი ამ შესანიშნავი გოგონას სიმღერას ჩვენი მომღერლების აი ეს უნდა გამოცოცხლდეს, მაგრამ ეს ხო ამას ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ ამან მარტო იცის deep state-ის და რაღაცა ეს სიტყვები დაიმახსოვრა update deep state და მის რო რაღაცა ძაღლით იაროს და იპოზიოროს იმ კამერების წინ და გვითხრას რომ ეს მაგარი ტვინიანი ქალბატონი არის. რაში გამოიხატება ამისი ტვინი ერთი მანახა ერთი რა. თუ მაგარი ტვინია რაღაცა საქმეში მანახე შენი ტვინი კაცო რა. აი საოცარია ბატონო სოსო აი მე მგონი რომ აი ეს უნდა გაკეთდეს ეს ხელისუფლება შროიცუდა ჩვენ გვისმენს და აღადგინეთ კულტურის და კულტურის სახლები სოფლებში რაიონებში ცხოვრება სიცოცხლე დაუბრუნეთ ხალხს სიცოცხლე რა დააშავა იმ ადამიანმა ვინც მაგალითად ეხლა შრომა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელი კაცო იმაში გურიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პატარძეული არის ყველაზე დიდი სოფელი ერთი იყოს ერთი კულტურის სახლი თან იყოს დრო დავაგრიეთ და იყოს იქ კულტურული ცხოვრება კაცო რატო მარტო დიდ სოფლებში არა პატარებშიც მე ვამბობ ეხლა ზოგი არის ორი სოფელი ერთად არის ერთს გააკეთებ ეხლა თლათ ყველა ერთში ვებარი კარგი რაღაცა გაიხსენეთ ეხლა კინო უკვე კინოს არა კინოებით შეიძლება გაუშვა კი კინო შეიძლება გაუშვა მაგრამ ყველაზე კარგი იყო აი სოფლებში თავარი მოვლენა იყო ხოლმე თბილისიდან რო ჩადიოდნენ მსახიობები და მართავდნენ იქ სპექტაკლებს სოფლის კლუბებში ტევარ იყო ხოლმე აი ტევარ იყო ისეთი ამბავი ხო მახსოვს მე ჩემი ბავშვობის დროს აი თელი სოფელში იყო მთელი მოვლენა როდესაც თბილისიდან ჩამოდიოდნენ მსახიობები რა თქმა უნდა ეს უნდა აღდგეს თუმცა აქვე სარკაზმით მინდა ვთქვა რომ დოიმ რო განაცხადა რომ მე ახლა რაიონებში დავიწყებ სიარულსო და ხალხთან შეხვედრასო ნეტა მართლა ხალხთან შეხვედრა დაეწყო დაკრა ფეხი და ჩინეთში გაიქცა მე არ ვიცი ახლა ჩინეთში რა სპექტაკლებს დგავენ მაგრამ დოის გარდა საქართველოში არის ძალიან ბევრი ნიჭიერი რეჟისორი ბევრი ნიჭიერი მსახიობი და კულტურის სამინისტრომ ხელი უნდა შეუწყოს ახლა ხელი რითი უნდა შეუწყოს ავტობუსი უნდა გამოუყოს სადაც დაждდებიან და სხვადასხვა ჯგუფები დაიწყებენ რაიონებში სიარულს ეხლა ზაფხულია კარგი ამინდებია და აი ამ ხალხთან შეხვედრით კულტურულ მასობრივ საბჭოთა სიტყვას ვამბობ კულტმასობრივი მუშაობა მაგრამ კარგი იყო ეს მოდი რაც კარგი იყო საბჭოთა კავშირში დავტოვოთ რა აი ეხლა თქვენ რო თქვით წეღა რომ რეფორმა უნდა გააკეთოსო წულაძე რო არის განათლების და მეცნიერების მინისტრი არა წულაძე არა რუხაძე არა წულაძე განათლების კი რეფორმა უნდა გააკეთოსო მე ერთმა ჟურნალისტმა მკითხა რომ აი რეფორმაში რას გულისხმობთო მე გეტყვით რას გულისხმობ საბჭოთა განათლების სისტემის დაბრუნებას და საბჭოთა განათლების სისტემა ვინმეს თქვენ არ გეგონოთ რუსული სისტემა ეს იყო პრუსიული სისტემა და იმ ჟურნალისტმა მითხრა როგორო რუსული განათლების სისტემა გინდათ რომ დაბრუნდესო არა პრუსიული სისტემა იყო და ეს იყო ძალიან კარგი ნახეთ საბჭოთა სკოლების დამთავრებულები და საბჭოთა უმაღლეს დამთავრებულები როგორი დონის მეცნიერები გამოდიოდნენ მოდი ჩვენი საუბარი ხვალ გადავდოთ ბევრი რამ ვერ მოვასწარით თქმა იმიტომ რომ გაგვიგზელდა საუბარი არა სალაპარაკო იმდენი გვაქვს მე და ხვალ გავაგზავნოთ მე ხვალ გავაგზავნოთ ხვალ გადაცემაში გვეხდება ამაზე საუბარი მადლობას მოგახსენეთ ბატონო მადლობა თქვენ კი ბატონო სოსო შადბერაშვილი იყო ჩვენი სტუმარი ჩვენ ამით დაგემშვიდობებით ზურფას ტელემოყურებლებო ხვალ შევხვდებით ერთმანეთს ტრადიციულად საღამოს 9 საათზე კარგად ბრძანდებოდეს